მომატყუა კაცმა. რას ქვია მოგატყუა? რას ქვია ხა ორივე ნიდები ვართ მომატყუა არ ვიცოდი რომ ჩაისახებოდა და ჩაისახა. ქვეყნის ზოგიერთი მეთაური, უფრო რელიგიური პირები და ახალი პატრიარქი მაგას სისტემურ მიდგომას ვფიქრობ, რომ უკვე უპირებენ, ხო? მაინც გინდათ რომ დაიბადოს? რატო? დაბადებული ადამიანის კვლელობა ესე იგი სხვადასხვა არ უთანაბრებთ არ აქვს მნიშვნელობა მამას აქვს თუ დედას აქვს არც ერთ შემთხვევაში ეს კავშირში არ არის იმასთან რომ ბავშვსაც მენტალური ჯანმრთელობა ეგრეს პრობლემა ექნება თქვენი პირველი თეზისი ფორმირების პროცესი არის რაღაცა რომანტიზმი მოგესალმებით თქვენ უყურებთ გადაცემას წრეში. დღეს ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მოგესალმებით, მე ვარ ბადრი გრიგალაშვილი, პროფესიით ადვოკატი, იურისტი, ასევე დაინტერესებული პოლიტიკით და პოლიტიკური ფილოსოფიით, პოლიტიკური იდეოლოგიებით, ესე რომ ვთქვათ. დღევანდელი ჩვენი სადებატო თემა არის, უნდა იყოს თუ არა აბორტი აკრძალული და მე ვეცდები დავიცვა ის პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ აბორტი არ არის მორალურად გამართლებული და ის პოტენციურად შეიძლება იყოს აკრძალული და ამ აკრძალვას გააჩნია გარკვეული გამართლება. ეს არის ჩემი პოზიცია, რომლის დაცვასაც დღეს შევეცდები. მე უბრალოდ მინდა რომ ეს პოზიცია ახსნა ყოველგვარი რელიგიურობის მიღმა ბოლო პერიოდში ამ კუთხიდან არის ეს თემა როგორც ვთქვით გააქტიურებული, მაგრამ ჩემი არგუმენტები ზოგადად არ ეფუძნება ღმერთს და რელიგიას, მე უფრო რაციონალური არგუმენტები მაქვს ჩემი პოზიციის გასამყარებლად, რომელიც პირველ რიგში არის დაფუძნებული ზოგადად ჩემი როგორც ფილოსოფიაზე, რომელიც ფილოსოფიაც ეფუძნება არააგრესიის პრინციპს, რომლის თანახმადაც ზოგადად ბუნებაში ადამიანი არის მთავარი ღირებულება, ადამიანს გააჩნია სამი ძირითადი უფლება, რომელიც მდგომარეობს სიცოცხლის უფლებაში, თავისუფლებაში და საკუთრების უფლებაში, რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში მოვლენილია როგორც ბედნიერებისკენ სწრაფის უფლება. იმისთვის რომ ზოგადად ადამიანმა საკუთარი ცხოვრებით მაქსიმალურად პოტენციალი მიაღწიოს, მე მგონია რომ უმთავრესი ამის საფუძველი არის სიცოცხლის უფლება და სწორედ სიცოცხლის უფლების დარღვევა მგონია ძალადობა, შესაბამისად ნებისმიერი ძალადობრივი აქტი, რომელიც უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს აღკვეთს, მგონია დასაგმობი და ამორალური საქციელი. ეს არის ჩემი, ესე რომ ვთქვათ, ძირითადი მონახაზი, რის გარშემოც ვეცდები ჩემი არგუმენტების გამყარებას და აქედან გამომდინარე, ბარემ ვიტყვი, რომ ჩემი პირველი დებულება არის შემდეგი, ადამიანის სიცოცხლე იწყება არა დაბადებისას, არამედ ჩასახვისას, ზიგოტის ფორმირების მომენტში. გამარჯობა. ბადრი. ხოჭოთი არ ვარ. მესმის რომ ძალიან სენსიტიური თემა არის და ბევრი ერიდება ზოგადად ამას საუბარს და მე მინდა რომ პირდაპირ გადავიდეთ თემაზე. უბრალოდ აღსრა მინდა ჩემი დებულების, რაც გულისხმობს იმას, რომ სიცოცხლე იწყება ჩემი აზრით არა დაბადებიდან, არამედ ჩანასახიდან ზიგოტის ფორმირების პროცესში. ეს რატო არის მნიშვნელოვანი მაგას ვიტყვით და მოდი ჯერ მე ვიტყვი და მე რადგან შეხარ თავარი. არა, ხო და თავარი რო ვარ მე ვარ დროები. ხო და და ამიტომ ხო და არა მაქვს ნახე ხალხი გველოდება ჯერ მე ვიტყვი და მე თქვი შენი არგუმენტები შენ ხარ თავარი. ხო და მოდი უცებ ვიტყვი ხა ამ დილაპარაკს უცებ ვიტყოდი. ვიტყვი აგერ 5 წუთი ეს არა ვიტყვი იმას რომ ეს არის მნიშვნელოვანი იმ საკითხის გასარკვევად უნდა ვიცოდეთ სიცოცხლე საიდან იწყება იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ გავარკვიოთ ადამიანის სიცოცხლის უფლება ილახება თუ არა რა განათლება გაქვს შენ იურიდიული მე სამედიცინო უმაღლესი სამედიცინო განათლება მაქვს დავიწყოთ ამით რა აუცილებლად უნდა ვთქვა მაყურებლისთვის რომ მე არასოდეს და ეს მნიშვნელოვანია არ გამიკეთებია აბორტი არასდროს არ მიმართავს აბორტისთვის და ეს აუცილებლად უნდა ვთქვა ასევე აუცილებლად უნდა ვთქვა რომ მაქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის განხილვისას და ყველა ის პირი ვინც ამ საკითხის განხილვაშია ჩართული უნდა ჰქონდეს კომპეტენცია ან უნდა იყოს ქალი რომლისთვის ეს თემა სენსიტიურია ან უნდა ჰქონდეს კომპეტენცია თქვენ არც ერთი არ გაქვთ აქედან მაგრამ ახლა ამაზე არ შევჩერდეთ ამას პროექტი გადაწყვეტს მე უნდა ვიძრეთ თუ არა და ეს არ არის თქვენი გასაწყვეტი მოდი საკითხს დაუბრუნდეთ. საკითხს უბრუნდეთ მე მაყურებელს ვესაუბრები. მესამე ის რა გვეთებულებას თქვენ თქვით და მე აბსოლუტურად ვეთანხმები რომ ჩანასახშივე იწყება სიცოცხლე. მე ხაზგასმით უნდა ვთქვა თქვენ პირად შეურაცხყოფაზე არასდროს არ გადავალ, მე კონცეპტუალურად გეწინააღმდეგებით. ნახეთ, აუცილებლად უნდა ვთქვა რომ მე არ ვარ აბორტის მომხრე იმ თვალსაზრისით რომ რა კარგია აბორტი. რა თქმა უნდა ჩემზე კარგად არავინ არ იცის რომ აბორტი არ არის კარგი ამბავი და ძალიან საზიანოა
ქალის ორგანიზმის. მე ვარ აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ. ეს ორი სხვადასხვა რამე. ჩვენ აქ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ არ უნდა დაუშვათ აბორტის აკრძალვა და რატომ? გვაქვს სოფლიო სტატისტიკა და გამოცდილება. ყველა იმ ქვეყანაში არსებობს სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევები 2025-ს მე მოგაწვით ამ კვლევებს, რომლის მიხედვითაც წელიწადში კეთდება არაუსაფრთხო აბორტების 25 მილიონი არაუსაფრთხო აბორტი. ეს რას ნიშნავს? როცა იგრძალება აბორტი, ყველა იმ ქვეყანაში იწყება არაუსაფრთხო აბორტების კეთება. ანუ, როცა გრძალავ, ეს იმ შედეგს კი არ გამოიღებს, რომ აბორტები აღარ გაკეთდება, არამედ აბორტების რიცხვი არ იკლებს, იმატებს არაუსაფრთხო აბორტების რიცხვი და საშიში რიცხვია ეს 25 მილიონი წელიწადში და დედათა სიკვდილიანობის 8% მოდის არაუსაფრთხო აბორტებზე. მე სპეციალურად მოვიტანე მაყურებლისთვის პირველ რიგში, რომ მე მხოლოდ თქვენ არ გედებატებით, მე მაყურებლისთვისაც ვსაუბრობ. ნახეთ ის ქვეყნები, სადაც აკრძალულია აბორტი. ელ-სალვადორი, ნიკარაგუა, ჰონდურასი, დომინიკის რესპუბლიკა. რაღაც შემთხვევაში დასაშვებია, მაგრამ მაინც აკრძალულია. პოლონეთი, მალტა, ფილიპინები, აფრიკის და აღმოსავლეთის ქვეყნები. სად არის დაშვებული? საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, ჰოლანდია, აშშ, რომელიღაც შტატებში არა, დიდ ბრიტანეთში ლეგალურია. ანუ ამით რისი თქმა მინდა? ყველა განვითარებად ქვეყნებში არის აკრძალული და განვითარებულ ქვეყნებში არ არის საქმე. კიდევ ერთხელ, ეს იმიტომ კი არა, რომ ვინმე ამბობს და იმ რაღაც ილუზიაში ვარ შესული, რომ აბორტი კარგია. აბორტი რო კარგი არ არის, ამისთვის უნდა იყოს პრევენცია, უნდა იყოს კონტრაცეპტივებზე ლაპარაკი, უნდა იყოს ცნობიერების ასამაღლებელი გადაცემები, უნდა იყოს ექიმების მხრიდან ტრეინინგები, რომ აბორტი არის საზიანო, ჯერთი სიცოცხლის მოსპობაა ნამდვილად და პლუს დედისთვის არის საზიანო. ამაზე თუ იქნება საუბარი, მე პირველი ვიქნები მათ რიგებში, ვინც ამას მხარს დაუჭერს, მაგრამ აბორტის აკრძალვა, დედების სიკვდილიანობის გაზრდის ხელშეწყობა, ეს არის, მე ვიტყოდი, რომ უმეცრება ამ შემთხვევაში და უფრო მეტი ვერაგობა. ეს არის ჩემ პირველი, ესეთი მადლობა თქვენი პოზიციისთვის, უბრალოდ სხვა გადაცემაში რო ყოფილიყავით უფრო რელევანტური იქნება თქვენი გამოსვლამდე, რომ ჩემი პირველი თეზისი გულისხმობდა იმას, რომ ადამიანის სიცოცხლე იწყება არა მის დაბადებიდან, არამედ ჩასახვიდან ზიგოტის ფორმირების პროცესში. არის რაღაცა რომანტიზმი, აბსოლუტური რომანტიზმი. მე მგონია, რომ ამ პროექტში ვართ იმისთვის, რომ ერთმანეთს მოусმინოთ, რომ ადამიანება რაღაც გაიგო. სამომისად თუ არ დამასრულებინებთ, თუ ერთ თქვენ ვერ გაიგებთ, რას ვსაუბრობთ და აყურებელი მით უმეტეს. ამიტომ დავასრულებ. ჩემი პირველი თეზისი შეეხებოდა სრულიად განსხვავებულ თემას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყუილია. ეს წამი ორი სხვადასხვა რამე არის. მე ვსაუბრობდი ამ შემთხვევაში აბორტის აკრძალვას არ ეხება. საწყისი წერტილი აკრძალვას არ ეხება. აი ეგ არის ამის გაგრძელება ამ თემის ამ თემას ამ გადაცემას აქვს კონკრეტული ფორმატი. დაყოფილი არის სხვადასხვა ფაბულება. თქვენ ასუხობთ სრულიად სხვა საკითხებს. მივალ მაგამდე აბორტის აკრძალვას ეხება. კი ეხება აბორტის აკრძალვას, იმიტომ რომ დასაწყისი თემა არ ყოფილა. ლოგიკა აქ ყველას. ანუ შინაარსობრივად არის სხვადასხვა საკითხები, იმიტომ რომ ჯერ ეს საკითხი თუ არ გავიარეთ მაგ გამოსავალზე რაც თქვენი საუბრეთ გამოსავალზე. აუ შეუძლებელია თქვენ საუბარი. მაინტერესებს თქვენ რა განათლება გაქვთ? იურისტი კაცი მელაპარაკება ზიგოტაზე ხახ? სათექნიკოსი ვარ. განათლებით. დაახლოებით ეგ. ხო და მოდი გავაგრძელებთ. რატომ ელაპარაკება იურისტი? ანუ ჩემი ფაბულა ეკუთვნებოდა შინაარს ზიგოტა არის სიცოცხლის დასაწყისი. თუ არის ადამიანის დაბადება. დაგუგლეთ. ავაშა ხა ანუ არა მაინტერესებს. ეს არის ხა ფორმატი კი ბატონო თუ არ და რა ვიცი გავაგრძელებთ იმიტომ რომ ფიზიკურად საუბარი შეუძლებელია. კაცი მელაპარაკება. ხო ანუ შეურაცხყოფას უნდა მივაყენოთ ერთმანეთს მე შემიძლია ხა მაგის გაკეთება. კომპეტენციაზეა. ა დიპლომი მოგიტანო ეგ განსაზღვრავს. ვისი სამედიცინო დიპლომი განსაზღვრავს. სამედიცინო დიპლომი. ა AI-ს ვკითხე ეს არის საკმარისი არგუმენტი. ეგ მაინტერესებდა. ხო კაი სულ გავიარეთ. ბაშოით რა მოიწურა. გამარჯობა ბატრი. კარგად საერთო ჯამში. მე მგონი მოისმინე ხო პირველი თეზისი რაც იყო ჩემი უბრალოდ გაგრძელებას ვიტყვი წეგან არ დამცალდა საუბარი ანუ მე რას გულისხმობ განსხვავებაში წინა ოპონენტმა შემოიტანა საკითხი იმის შესახებ ზოგადად პრაგმატულად გამოსავალი რა არის იმასთან იმართებით მას შემდეგ რაც ჩვენ აბორტზე როგორც მორალურ საკითხზე შევთანხმდებით მე მგონია რომ ამ საზოგადოებაში კონსენსუსი ზოგადად იმაზე არ არსებობს და არა მარტო ამ საზოგადოებაში სოფლიოში ზოგადად ეს ქცევა არის მორალური თუ ამორალური
ამორალური. თუ ჩვენ ამ საკითხს გავარკვევთ, ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ გამოსავალებზე. მე ზოგადად მაგალითად დღეს გამოსავლად აპრიორი რომ ეხლა მე ხვალვე თუ პირობითად ვიქნები ხელისუფლებაში და კანონ პროექტის ეს რა ქვია მიღების საშუალება მაქვს, მე ხვალვე დაუჭერ აკრძალვას ხარს, მე ხვალვე გამოსავალი არ გონია. ეს ამას ვეთანხმები ჩემ წინა ოპონენტს რომ მოესმინა კარგი იქნებოდა გაიგებდა, რომ ეს უფრო უარეს შედეგებს გამოიწვევს და შეიძლება ამან დედების სიკვდილიანობაც კი გაზარდოს, თუმცა ჩვენ თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ ქცევა არის ზოგადად ამორალური, ამის შემდეგ გადაჭრის გზებზე შეგვიძლია საუბარი და საბოლოო წერტილი ჩემთვის არის კი ბატონო აკრძალვა. უბრალოდ ეს აკრძალვა უნდა იყოს კონკრეტული საფეხურების გავლის შემდეგ, მაგრამ ჩვენთან ზოგადად ჯერ იმაზე გვაქვს გასარკვევი ადრე ესეთ რო არ დაგვჭირდა. შინაარსი ეს არის მორალური თუ ამორალური? ხო და ეხა მე და შენ უნდა შევთანხმდეთ ეს მორალურია თუ ამორალური? წეგან 1-5 წინადადებით ადრე გადაწყვიტე რომ ესო ამორალურიაო. ხო და მე მაგ პოზიცია რომ ამორალურია. ხო და ანუ გინდა რომ რომელიმე ერთზე დავჭდე? ხო და ამ ჩემი დებულების მთელი შინაარსი ის იყო რომ მეგონა რომ აქ ადამიანები ვინც მოვიდოდნენ არ მეთანხმეოდნენ იმ საკითხში რომ აბორტი ზოგადად არის ამორალური და მიეჩნდათ მორალურ ქცევად. მაგალითად იმათ რომ ეს არის დედის უფლება და აქ არავის ჩარევის უფლება არ აქვს. ირინამ გითხრა ის მომენტი, როცა ანუ მეც ვფიქრობ რომ კარგი არ არისო, მაგრამ ამის აკრძალვა არ მომწონსო. მეც მაგ აზრზე ვარ რა. ასევე კარგი არ არის ასე შეთავს. კარგი არ არის ეს ჩემი სიტყვებია, ირინასი არ არის. კარგი არ არის გეტყვი რას ნიშნავს. მეც ვფიქრობ რომ ზიგოტადან იწყება და კიდე უფრო მანამდე იდეაში ჩემთვის. მაგრამ ამის გამო ავუკრძალო ვიღაცას ბავშვის გაჩენა არის ჩემთვის, აი ეგ არის ამორალური. და თუ ზიგოტიდან იწყება ადამიანის სიცოცხლე და თუ ჩვენ ვამბობთ რომ ადამიანის სიცოცხლე არის მთავარი ღირებულება. ამ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, თუნდაც დედის მუცელში, რატომ არ შეიძლება, ესე რომ ვთქვათ, არასწორი ხელყოფის ამ კატეგორიაში მოვიაზროთ? თუ ის ზიგოტა იბადება ისეთ სიტუაციაში, სადაც ამ ზიგოტის არსებობა არ უნდათ და ეს შემთხვევითობით მოხდა, მაგ დროს არ ვფიქრობ შენ, ანუ აი შემთხვევით ჩაისახა ზიგოტა, მაგრამ მე რა ქვია, ცივი გონებით ეს რაღაც უცხო პლანეტიდან ჩამოფლენილი ადამიანი არ ვარ, ხა მიუხედავად იმისა, რომ ხალი არა მოიცა, არ წახვიდე, მაგრამ უბრალოდ წეგან როგორც მიდიოდა საუბარი, კიან არაზე რა დაახლოებით. როცა შემთხვევით ჩაისახება ბავშვი, ან ჩაისახება ბავშვი ისეთ გარემოში, სადაც ნუ ხვდები, რომ შესაძლებლობა არ იქნება, გარემო ისეთი არ იქნება, სადაც შეიძლება ამ ახალ ადამიანს შეუქმნან კარგი პირობები, ასე ვთქვათ. ნახეთ, ჩასახვის ორი სცენარი არსებობს, ესე რომ ვთქვათ. ერთი, სადაც პარტნიორებს გარკვეულწილად გაცნობიერებული აქვს და გარკვეულ რისკს უშვებენ, რომ შეიძლება ჩაისახოს. მათ შორის ვიცით რომ რაღაცა 1% ნებისმიერი თავდაცვის საშუალებაში იქაც კი ანოტაციაში არის ზოგიერთ განსაზღვრული რომ მაინც არსებობს შანსი და ეს ვარაუდი აქვთ პარტნიორებს და შესაბამისად ეს არის მათი არჩევანი გარისკონ თუ არა და მეორე მხრივ არის ესე რომ ვთქვათ ანომალიური შემთხვევები რაც პირობითად 100%-დან არის 2-3% რაც გულისხმობს მაგალითად გაუპატიურებას. როდესაც დედის არჩევანი არ ყოფილა ის რომ მას დაყოფილიყო. ეს არის ხო რას ფიქრობ შენ? ხო, არც მამის გაუპატიურება სხვა შემთხვევა არის. გაუპატიურებას არ შევერხოთ კაცო. ხო, ანუ ერთი არის გაუპატიურების საკითხი, სადაც არჩევანი ფიზიკურად არ ქონდა და იქ შეგვიძლია სხვა მსჯელობა განავითაროთ, მაგრამ დანარჩენ შემთხვევებში, სადაც კი პარტნიორები უშვებდნენ, რომ 1% ალბათობა მაინც არსებობდა ჩასახვის, ამ შემთხვევაში ეს არის მათი გაცნობიერებული არჩევანი, რომ ისეთი ტიპის ორგანიზმი ამყოფონ მათ სხეულში, რომელსაც საშვილოსნოს მიღმა, განვითარების და გაზრდის საშუალება არ გააჩნია. ამიტომ ვინაიდან ეს არის მათი არჩევანი, შესაბამისად მათ მოყვებათ პასუხისმგებლობა, რომ ამ ნაყოფს გაუფრთხილდნენ და მისი აღზრდის პროცესი მაქსიმალურად ბოლომდე მიიყვანონ. სადამდეც საჭირო იქნება ჯერ ჩანასახისთვის, მერე პატარა ბავშვისთვის, იმ წყვილისთვის. შენ იძახე გამარჯობა, მე პირველ რიგში კითხვით დავიწყებ, იმიტომ რომ საუბრიდან გამომდინარე ვერ გავიგე, თქვენ კამათობთ იმაზე, რომ აბორტი ამორალურია, თუ კამათობთ იმაზე, რომ
ზიგოტა არის სიცოცხლე და ეს იქნება სიცოცხლის ხელყოფა არა, და მე მოსპობა, რომელზე ანუ დავთ ცოტა ვერ. ანუ ზიგოტის თემა რატო შემოვიტან, მოდი მაგას მოკლედ. არ ჯერ მითხარით რომელზე დავთ, რომ მეც მზად ვიყო. ანუ ეს საერთოდ ეს ზიგოტის თემა სადაო თემა არ არის, პირდაპირ არის კავშირში ამორალურობასთან და მაგიტომ იმიტომ რომ თუ ჩვენ შევთანხმდებით რომ ზიგოტა არის უკვე საწყისი სტადია ადამიანის განვითარების შესაბამისად აბორტის გაკეთებას თავისთავად ცოცხალი არსების კარგი. მოკლედ არის ამორალური. თქვენ არ მოგწონთ აბორტი, იმიტომ რომ ეს არის ცოცხალი არსების სიცოცხლის ხელყოფა. ეს არის თუ იმიტომ რომ ამორალურია. ანუ იმის გამო რომ ცოცხალი არსების ხელყოფა არის საბაბისად არის ამორალური და რაც არის ამორალური მე ეს არ მომწონს. კი ბატონო, დავიწყოთ ესე მაშინ. პირველ რიგში ძალიან ბევრი რამე არის ამორალური. ხო? ყველაფერი ამორალურს კანონით ვერ გძალავთ. ესეც არის. ხო, იურისტი ხართ, ყველაფერი ამორალურს კანონით ვერ გძალავთ. მათ დაშვება თავიდან მაგიტო გავაკეთე რომ მე ამორალურად რასაც მივიჩნევ და ესე რომ ვთქვათ ადამიანზე ძალადობად და რასაც კანონით უკრძალავ არის ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, თავისუფლების შეზღუდვა და საკუთრების უფლების დარღვევა. ეს სადავო ხე ამორალური როა იმიტომ აკრძალული კანონით, თუ კანონით რო აკრძალულია შენ იმიტომ აღიქო. ეს სადავო ამბავია. მე უბრალოდ იცით რას გეკითხებით, ნახეთ, ყველაფერი ამორალურს კანონით ვერ აკრძალავთ, ეს ფაქტია. იურისტს გეცოდინებათ. ნებისმიერი ძალადობა უნდა აკრძალოთ კანონით. ნებისმიერი ძალადობა, კი ბატონო, ეხლა შემდეგი კითხვა ესეთი მაქვს. თუ ჩვენ გამოყევით ამ დებულებაზე, ვთქვათ, რომ ეს არის სიცოცხლე და აბორტი იქნება სიცოცხლის ხელყოფა. მაშინ ესეთ კითხვას დავსვამ, ესეთ ჰიპოთეტური სიტუაცია დავდოთ, რადგან ესე ჰიპოთეტურად მსჯელობთ. ორსულად არის ადამიანი და ესე უყურადღებობით 9 რაღაც მოქონდა ხელით, ფეხი დაუცდა, მუცელი მოეშალა. ეს დაუდევრობით სიცოცხლის ხელყოფაა, თვითიმედოვნებით? რა ხდება ამ დროს? იმიტომ რომ ნახეთ, რაღაცას რო აკრძალავ კანონით, ეს აკრძალვა ესე ხო არ ხდება, რომ კვლევა ცუდია, ციხე. ესე არ ხდება, იურისტი ხართ, აქ გვაქვს მუხლები, რაღაც დამამძიმებელი გამრემოებები, თანამონაწილე არსებობს, ხელშემწყობი არსებობს. აი, ჩემო მეზობელმა იცოდა, რომ მაგალითად ორსულად ვარ და გავიკეთე აბორტი და არ უთხრა არავის. ეს დანაშაულის შეუტყენებულობაა. თუ ანუ რას ვაკეთებთ, ეს ვერ გავიგე, იმიტომ რომ მაგრამ აქ შემთხვევაში ამ კვლევასთან იმართებით, რაც არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში. ხო, ეს ყველაფერი მაგ არა, მაგ ყველაფერს ვერ გადმოვიდათ. ერთ-ერთი შემთხვევა არის განზრახვის შემთხვევა. აბორტი არის გამონაკლისი სხვა დანაშაულებისგან, როცა სხვა ადამიანს აზიანებ. ანუ აპირი აზიანებს ბეპირს. არა, ამ შემთხვევაში აზიან გულისხმობ უკვე დაბადებულ ადამიანს, როცა აზიანებ. არ არის უკვე დაბადებული ადამიანი. ანუ ზიგოტა როგორ არის უკვე? ზიგოტა არ არის უკვე დაბადებული ადამიანი. ანუ სულ სხვანაირად უნდა დავარეგულიროთ. არა, ამ შემთხვევაში ერთადერთი განსხვავება არის, რომ მხოლოდ განზრახვას ვჭირთ. ანუ ხო არსებობს სისხლის სამართალში განზრახვის ელემენტი და არსებობს გაუფრთხილებლობის ელემენტი. კი ბატონო, ვის ვჭირთ? ქმარი, ცოლი, ექიმი, მეზობელი, ყველას ვჭირთ განზრახვა თუ იყო? აი მეზობელმა წამიყვანა და აბორტი გამაკეთებინა, ექიმმა გამიკეთა, ჩემო ქმარმა მითხრა აუცილებლად გაიკეთეო, ვის ვჭირთ? ამ შემთხვევაში ექიმი ისჩება და დედა ისჩება. მამა არ ისჩება. მამა, რა ვიცი. მამას უნდოდა. დამაძალა. რა ხდება ამ დროს? მამაც ისჩება. მამაც ისჩება. ანუ ესე იგი, ჩვენ თუ აბორტი ავკრძალეთ, გავხადეთ ეს სისხლის სამართლის დანაშაული, ჩვენ გადმოგვაქვს ყველა სისხლის სამართლის პრინციპი, თანამონაწილე, დამგეგმავი, ექიმი. არა, ყველა პრინციპი არ გადმოგვაქვს, ყველა პრინციპი არ გადმოგვაქვს. სიცოცხლეს ხო ვუთანაბრებთ? ვუთანაბრებთ თუ არ ვუთანაბრებთ? არა, ყველა პრინციპი არ გადმოგვაქვს, იმიტომ რომ ეს რო გადმოვიტანოთ, ძალიან აბსურდში წავალთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში კი აბსურდში წავალთ, იმიტომ აბსურდია. ეს გამართლება რო ზოგადად მასში გაუფრთხილებლობის სიცოცხლის ოსობაც უნდა გამოვიტანოთ. ამით გავამართლოთ განზრახ სიცოცხლის ხელყოფა, ანუ ეს ლოგიკური არ არის. ერთი წუთი, სიცოცხლე ჩვენ თუ ვუთანაბრებთ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, ანუ სიცოცხლე არის თუ არა. ანუ თუ მე თახვევით რომ ანუ მაგაზე ვიკამათოთ, სიცოცხლე არის თუ არა არის სიცოცხლე. ანუ სიცოცხლე არის თუ არა არის სიცოცხლე. მომისმეთ, მე არ მიყვარს ისეთ როგორ რაღაცებზე კამათი, რასაც შედეგი არ მაქვს. ანუ შედეგი რას არ მაქვს? აი მაქვს? ხო უყურეთ გეკითხებით. მე თუ გამოყევით ამ დებულებაში და გითხარით რომ ვუთანაბრებ სიცოცხლეს. კი ბატონო, ამის შემდეგ ვიმსჯელოთ სიცოცხლის. არა, მეც იურისტი ვარ, ნახეთ, მე ეს ფაილზე მოტანილ რაღაცებზე ვერ ვიმსჯელებ. თუ რაღაცაზე მეუბნებით, რომ ეს უთანაბრდება სიცოცხლეს და ეს არის სიცოცხლის მოსპობა. სიცოცხლის მოსპობა გვაქვს დამამძიმებელ გარემოებებში, დაუდევრობით, თვითიმედოვნებით, 1, 2, მესამე თანამონაწილე, დაგეგმვა, ჯგუფური ძალადობა, 1000 რაღაც. ჯგუფური ძალადობა რანაირად შეგიძლია წარმოვიდგინოთ? ხო და წარმოვიდგინოთ. ეხლა მე გეკითხებით, მაგიტო, როგორ წარმოვიდგინო ეს ყველაფერი? მე თუ გავუთანაბრებ. ხო და მოდი, ესეთი ანომალია, ესეთი მას შემოგთავაზე მოსაზრებას მაშინ. ესეთ განსხვავებულ შემთხვევებში, სადაც არის გაუფრთხილებლობა, სადაც არის ჯგუფური ძალადობა და ჯგუფურად მუცლის მოშლა. სადაც არის გასაგებია, ამ შემთხვევაში მოკლედ ასე გეტყვი. ესეთ შემთხვევებში არ ვავრცელებ, ანუ ამ ადამიანებს, ანუ გაუფრთხილებლობით მუცლის მოშლას, მაგალითად, ისეთი საკვები შეჭამა დედამ, რომელმაც გამოიწვია პირობითად მუცლის მოშლა. დაბადებულ ბავშვს რო ვაჭამო ისეთი საკვები, რომელიც ალერგიას მისცემს და
დამოკუდება ეს ხო დანაშაულია. ვიცი რომ ალერგიას მისცემს დამოკუდება, ხო დანაშაულია. თუ განზრახვის ელემენტი არსებობს, კი. კი ბატონო. ეხლა ერთ გეკითხავთ. თუნდაც არაპირდაპირი განზრახვის. ლოგიკურად უნდა კი, მივშევთ. უბრალოდ მაშინ ლოგიკურად თუ მსჯელობთ, მაშინ მიპასუხეთ, სიცოცხლის ხელყოფა არის თუ არა ემბრიონის, ან ზიგოტის ეხლა განადგურება. უყურეთ, მე მაგაზე პასუხობ და თან გიკითხებით პლუს. ეს თუ არის სიცოცხლის მოსპობა. მე გეკითხებით ამ სიცოცხლის შემთხვევაში. მოსპობა სამართალში არსებობს დაუდევრობითაც. მაშინ რატომ მომაცილეთ ეს დაუდევრობის მომენტი, რატო დამიტოვეთ მარტო განზრახვის? ეს თქვენ გადაწყვეტეთ როგორც იურიდიული ფილოსოფიის რაიმე კონკრეტულმა ავტორმა, რაღაცა კვლევა გვაქვს, რომელიც ამას ემსახურება. ანუ ეს თქვენ რატო გადაწყვეტეთ? იმიტომ რომ მე ვერ ვიგებ. მე სულ თუ წავყევი ადამიანს რომ ეს არის სიცოცხლე და ვუთანაბრებ სიცოცხლეს. მაშინ გავუთანაბრებ ამას ყველა იურიდიულ დებულებაში. იმიტომ რომ მე ვერ ჩავწერ ვერც კონსტიტუციაში და ვერც სიცოცხლის სამართლის კოდექსში ესეთ რაღაცას, რომ სიცოცხლეა, კვლელობაა, მაგრამ დაუდევრობით კვლელობას არ აუშავს. ამას ვერ ჩავწერთ. კვლელობაა, დაუდევრობითაც და განზრახვა. უბრალოდ რაღაც სხვადასხვა და ასევე იურისტი ხარ და გეცხოვინება, რომ სიცოცხლის სამართალში ცალკე არის გამოყოფილი უკანონო აბორტი და ის არ არის ჩვეულებრივი განზრახვა და გაურთქლებელობით კვლელობების კატეგორიაში შეტანილი. მე არ მახსოვს ზუსტად წლები ამ უხლების. თქვენ იურისტი ხარ და გეცხოვინება, რომ წლები ესე ყოველთვის არ მახსოვს, ხო? მაგრამ აუცილებელი. ხო, არც არის აუცილებელი. კი ბატონო, კვლელობაზე მინიმუმი რამდენია? 9 წელი. 9 წელი. თუ ავკრძალეთ აბორტი. 9 წლით ვსვავთ ციხეში ქმარს, ცოლს თანამონაწილეობაზე რამდენია? არა, მაგაზე შეგვიძლია რომ ვიკამათოთ და ვიდაოთ. ან ჩვენ უნდა მოვიდოოთ. რამდენი უნდა იყოს სასჯელი? კი, ახლა ზოგადად მაგალითად აქვეყნებიც ჩამოთვალა, ანუ აკრძალული არ არის ქვეყნების 99%-ში. მე ზოგადად არ ვარ იმ იდეის მომხრე, რომ მაგალითად აპრიორი აუცილებელია სადღაც რაღაც წესი არსებობდეს, რომ ჩვენ ის ჩავთვალოთ სწორად და სამართლიანად. ჩვენ შეგვიძლია ახალი ფილოსოფიას დაუდოთ საფუძველი. უბრალოდ ჩვენ ბაზისზე და ფუნდამენტზე გვჭირდება შეთანხმება. სიცოცხლეზე ვსაუბრობ თუ არ ვსაუბრობ? აი ხომ გონი შევთანხმდით უკვე ნახეთ, ჩვენ თუ ბაზისზე და ფუნდამენტზე შეთანხმება გვჭირდება და თქვენი ეძახით, რომ არა ამ ყველაფერს რაც სიცოცხლის სამართლის კოდექსში არის, მე ვერ გადმოვიტან ზიგოტაზე, იმიტომ რომ აბსურდი იქნება. ხო და მაგაზე შეგვიძლია მეთქი მსჯელობა და კამათი. ზიგოტა და სიცოცხლეს ერთმანეთთან ვერ გავათანაბრებთ, იმდენად აბსურდი იქნება იურიდიულადაც. ესე გამოდის. არა, მაგნაცილში არ ვიძახი, მაგნაცილში არ. ჩვენ ვსაუბრობ დასჯის ნაწილს. ხო რა თქმა უნდა, მაგრამ ნახეთ, სიცოცხლის სამართალი ხო დასჯას უზრუნველყოფს ადამიანის. სიცოცხლის სამართალი არ არის იმაზე ადამიანს ადამიანის უფლებას არ განსაზღვრავს სიცოცხლის სამართალი. არ ამბობს კი ბატონო. და მე სიცოცხლის სამართალში გადმოვიტყვეთ, მაგრამ კონკრეტულ ამბავს გეკითხებით. ამიტომ სიცოცხლის სამართალზე სანამ მივალთ მოდი ჯერ იმაზე შევთანხმდეთ. სიცოცხლის უფლება საიდან იწყება? საქმე მაგაშია რომ ვერ თანხმდებით, იმიტომ რომ თქვენ სიცოცხლის სამართალზე სანამ არ შევთანხმდებით, იქამდე იმაზე ვერ შევთანხმდებით. ზიგოტა ცოცხალი არსებობს. იმიტომ რომ თქვენ ვერ შეთანხმდით, ვუთანაბრებთ თუ არა სიცოცხლეს. იმიტომ რომ სიცოცხლეს შევთანხმდით, უთანაბრებთ. მაშინ ვერაფერს ვეღარ მოიგონებთ. სიცოცხლეს თუ უთანაბრებთ, მაშინ ის ხო და მოვიგონებ, კაც, რატო ვერ მოვიგონებ? იმიტომ რომ თქვენი კომპეტენცია არ არის და არავის კომპეტენცია არ არის, იმიტომ რომ ეს კანონები არის შექმნილი და ანუ იმის გამო რომ მაგალითად ბადრი გრიგალაშვილს არ აქვს საკმარისი კომპეტენცია გაათანაბროს ჩვეულებრივი მკვლელობა სიცოცხლის სამართლის კუთხით აბორტთან, ამიტომ ზიგოტას სიცოცხლის უფლება მოვაშოროთ. არა, პირიქით, მე გეუბნებით, რომ მივცეთ სიცოცხლის უფლება. ოღონდ თუ მივცემთ, მაშინ აი მივეცი ზიგოტას სიცოცხლის უფლება. მე რას ვაკეთებ? მივეცი. მე რას ვაკეთებ? ამაზე უნდა დაჯდეს ახლა ბადრი გრიგალაშვილი, ბეა სვანიძე და აქ ყველა მჯდომი და მოიფიქროს ახალი მუხლები ზიგოტას. ხადია. ხო, ანუ ზიგოტა არ უთანაბრებთ სიცოცხლეს. ანუ სიცოცხლეს უთანაბრებთ, არ უთანაბრებთ სიცოცხლის სამართლით როგორც რეგულირდება დაბადებული ადამიანის კვლელობა. არ უთანაბრებთ, იმიტომ რომ ანუ ფორმებში არის განსხვავება, ხვდები? კი ბატონო. ანუ ხო და მაგრამ ეს ფორმებში განსხვავება არ განაპირობებს უფლებრივ განსხვავებას. რატომ? იმის გამო და ზუსტად აქ იწყება ჩემი ლოგიკა და კარგია რომ ამ საკითხს შეეხე იმის გამო რომ და აქ ავხსე თუ მე მგონი გვაქვს რომ აქ არის ბიოლოგია ჩემკენ ამ შემთხვევაში ბიოლოგია გულისხმობს იმას რომ როდესაც ხდება განაყოფიერება ანუ კვერცხუჯრედი ერწყმის სპერმატოზოიდი ერწყმის კვერცხუჯრედს ყალიბდება უჯრედი ზიგოტა რომელიც არის უნიკალური გენეტიკური კოდის მატარებელი ის არ გავს არც დედას არც მამას ის არის დამოუკიდებელი ორგანიზმი, დამოუკიდებელი სხეული, რომელიც არის 46 ქრომოსომით, ესე რომ ვთქვათ, დაჯილდოებული. ეს რომელი 46 ქრომოსომაც არის ზუსტად, ანუ რაც ელენე ხო? არა, დიახ, ბატონ ბადრი, თქვენ ანუ თქვენი ზიგოტა რაც იყო, ანუ პირველივე უჯრედი, ის 46 ქრომოსომა რომ შეადაროთ ნებისმიერ თქვენი უჯრედის გენეტიკურ კოდს, გამოვა აბსოლუტურად იგივე. შესაბამისად, თქვენი სიცოცხლის დასაწყისად უნდა აღვიქვათ თქვენი პირველი უჯრედის ჩასახვა. ანუ კაცმა თუ მიატოვა ურსული ცოლი, შემიძლია ეს კაციც ჩავსვა ციხეში. შევწყვიტეთ კამათი. დრო ამოიწურა. არა, ექსიგიჟი.
გასაგები. დრო ამოიწურა. შემდეგ დებულებაზე უნდა გადავიდეთ, მადლობა ძალიან. მადლობა. აბორტი ნაყოფს ზუსტად ისევე ართმევს მომავალს, როგორც მკვლელობა დაბადებულ ბავშვს ან დასრულ ადამიანს. მეგობრებო, ვისაც სურს რომ ამ დებულებასთან დაკავშირებით ვიკამათოთ, თქოთ რომ არ მართოთ. ბადრი. მაი. წინა წლის სტატისტიკაში რამდენი არასრულწლოვანი იყო? არ გაქვთ ინფორმაცია. 2018 წელს ვიცი რომ იყო აბორტების რაოდენობას გეტყვით თუ კი ბატონო, აი ძალიან ფაქტია. შეჯობაში იყო დაახლოებით 18,000-მდე აბორტი. არის სწორი ინფორმაცია გაქვთ, ბადრი, 2023 წლის მონაცემები გვაქვს ხოლმე საქსტატის, რომელიც ამბობს იმას, რომ 2018 წელს საქართველოში 11,436 აბორტი გაკეთდა. 427 ნაკლები ვიდრე თქვი. დიახ. და 427 ესა თქვენოთ არ მუშაობს. 427 არასრულწლოვანი იყო წინა წელს, 2024 წელს, ორსულად სხვა სტატისტიკური მონაცემები სამწუხაროდ არ გვაქვს და ასევე არ გვაქვს ის სტატისტიკა, რამდენმა არასრულწლოვანმა გაიკეთა აბორტი. რატო ვიცი ამდენი ამბავი არასრულწლოვანებზე, ბავშვთა უფლებადამცველი ვარ და ერთ-ერთი რასაც აი რა არგუმენტაციასაც ასე ვთქვათ, თქვენ აყალიბებდით მთელი ამ დროის განმავლობაში. მე მიჩნდებოდა განცდა, რომ თქვენ ბრძანდებით გულმხურვალე მხარდამჭერი ბავშვების, რომლებიც ჯერ არ დაბადებულან და გინდათ, რომ აი რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, მათი სიცოცხლე დაიცვათ, როგორც ადამიანის სიცოცხლე უმაღლესი უზენაესი ღირებულება. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. როდესაც თქვენ ესე ვთქვათ, მორალურად გადაწყვეტათ, რომ ბრძანდებით ის მე ამ გულწრფელად რო ვიტყოდ არ შემიძლია ვთქვა, რომ აი რაღაცა მორალური გადაწყვეტილებების მიღება და აი მორალურად ასე მიმაჯნე, მე როგორც მიმაჯნე ისე უნდა იყოს, მაგრამ რა კი თქვენ ასე ვთქვათ, ამის გამბედაობა ყოფნით და ამ ხელა ასე ვთქვათ, ძალაუფლება გაქვთ და ასეთი წარმოდგენა დიდებული საკუთარ თავზე გაგაჩნიათ, გიტყვით ამას, რომ ზოგადად სახელმწიფოში კანონები მორალზე დაფუძნებით არ მიიღება. სახელმწიფოში კანონები მიიღება თავარი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გამო. ეს არის სახელმწიფოში უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი და გააჩნია სახელმწიფოს მოწყობას. ჩვენ საქართველოში ყოველ შემთხვევაში საზოგადოების დიდ ნაწილს გვინდა რომ დემოკრატიული, ასე ვთქვათ, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფო გქონდეს. აი ამ შემთხვევაში აი ზუსტად მანდატს საიდან გამომდინარეობს ადამიანის უფლებები? მანდატს აუცილებლად კი პასუხი. რა არის საწყისი თქვენ? აუცილებლად. შეხედეთ მორალური ნაწილი ეს შეიძლება თქვენ რომ დასაწყისში შესავალი გააკეთეთ აღფრთოვანდი პირდაპირ, იმიტომ რომ თქვენ ბრძანეთ რომ მე ამ საკითხსო რელიგიური პერსპექტივით არ უყურებო. მორალი რომელსაც ეხებათ, ეს შეიძლება გქონდეს თქვენ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ამბიონზე გამობრძანდებით და ისაუბრებთ მორალური პედესტალიდან, რომ თქვენ ესა და ამა თუ იმ საკითხებზე ესეთი მორალური გადაწყვეტილებების მიღება შეგიძლიათ. ჩვენ ვიმყოფებით საზოგადოებაში, სადაც მთავარი სახელმწიფოს მთავარი ამოსავალი მიზანი გახლავთ რა ადამიანის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვა. არა, ადამიანის უსაფრთხოების და კეთილდღეობის წინააღმდეგი ცხადია, არავინ არ არის. უბრალოდ რა არის ფასი ადამიანის კეთილდღეობის და უსაფრთხოების? კი, ამაზე არის საუბარი. კი ბატონო. ხო, უბრალოდ მონოლოგის რეჟიმში ხარ ძალიან და შეიძლება რომ მომწონს მე ეს მონოლოგის რეჟიმი. ხო, უბრალოდ ისე რომ მეც მოვასწრებ პასუხს. აუცილებლად მოგცემთ მე პირადად პოზიციის ჩამოყალიბების შესაძლებლობას, თუმცა დიდხანს გისმენდით. ეხლა შეხედეთ მეორე მხარე არის აქეთ ხო არიან ბავშვები და ბავშვები რომლებთა უფლებების დაცვა არის აი მართლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ მეორე მხარე სახელმწიფოს პერსპექტივიდან არიან ქალები. იმას თავი დავანებოთ გაუპატიურებას ან არასასურველო ორსულობას იმის გამო რომ რაღაცა მძიმე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. აი მარტივი ამბავი შევეშვათ ყველანაირ რაღაცა ისეთ, რასაც თქვენ ეძახით ანომალიას, შევეშვათ ყველანაირ ასეთ ანომალიურ რაღაცებს და ვიმსჯელოთ იმაზე, რომ აი ქალი, რომელსაც აქვს
მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა. იმედი მაქვს მენტალური ჯანმრთელობას აღიარებთ როგორც ჯანმრთელობის პრობლემას. ქალი რომელსაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, წარმოიდგინეთ და იღებს მედიკამენტებს. და აი ეს 1% რომელიც თქვენ ბრძანეთ, რომ აიო კონტრაცეფციაო არიცავსო მას, იმ 1%-ში მოხდა. რა გააკეთოს ამ ქალმა? ერთი ის, რომ ჰორმონალურად ვერ წარმოგიდგენიათ რამხელა ცვლილებები ახლავს თან ორსულობას და ამან შეიძლება მისი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები სრულიად დაატრიგეროს და მეორე ისეთ წამალს იღებს მენტალური ჯანმრთელობის დაცვისთვის იმის რომ მან ფუნქციონიროს საწოლიდან ადგეს ყოველდღე საპირფარეშოში გავიდეს რომ მისი შვილის ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეექმნება საფრთხე. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ის კი არ უნდა იყოს რომ აი მხოლოდ გაუპატიურების შემთხვევაში მივცეთ ქალებს შესაძლებლობა არსებობს გამონაკლისები მეთქი რომელთა შორისაც რომელი გამონაკლისებია ბრძანეთ გულისხმობდი იმას რომ შეიძლება ნაყოფი პირობითად უქმდეს დედის ჯანმრთელობას ჯანმრთელობას რა ფორმით სიცოცხლეს თუ მენტალურ ჯანმრთელობას სიცოცხლეს ამ შემთხვევაში ფიზიკურ ჯანმრთელობაზეა საუბარი იმიტომ რომ თუ კი ჩვენ მენტალურ ჯანმრთელობა არ მიგაჩნია არა თუ კი მენტალურ ჯანმრთელობასთან მიმართებით პრობლემური არის ის რომ აქ შეუძლებელია ზღვრის გავლება კანონის თანახმად თქვათ რომელმა მენტალური ჯანმრთელობის შერყება რა არის ეს არის ძალიან ინდივიდუალური. ეს შეიძლება გადაწყვიტოს სასამართლომ ინდივიდუალურ შემთხვევაში. რაც ბრძანეთ ფსიქიატრი წყვეტს ამას მენტალურ ჯანმრთელობას. მაგრამ პრობლემური არის. ერთი წამი თუ არ დამასრულებინებთ ვერ გაიგებთ ანუ მანდ არის ხოდა ფსიქიატრი წყვეტს მენტალურ ჯანმრთელობას. ხოდა ფსიქიატრი. ვერცად ფსიქიატრს ვერ მეტყვით რომელიც ადგეს მიზეზშედეგობრივ კავშირს მენტალური ჯანმრთელობის შერყევა უშუალოდ რა ფაქტმა გამოიწვია. ორსულად არ მაქვს უფლება რა შესაძლოა ქმარმა ანერვიულა შესაძლოა ქმარმა ანერვიულა რა ვიცი შიზოფრენია მაქვს ადამიანო ამის მიზეზშედეგობრივ კავშირს წარმოიდგინეთ რომ შიზოფრენია ჩასახვამდე მქონდა შიზოფრენია და მე ვსვამ ისეთ მედიკამენტებს რომელიც აბსოლუტურად ნაყოფისთვის ცუდია და ჩემი შიზოფრენია ანუ არ ქონდა გაფიცნობიერებული მას როდესაც სქესობრივ კავშირს ამყარებდა 1% დაეპარა ბადრი თქვენ ახსენეთ 1% ანუ ესე იგი მას ქონდა გონიერების ის დონე რომელიც საშუალებას აძლევდა რომ კი ბატონო რადგან შერაცხადია ამის მიღმა ადამიანი თქვათ მენტალურად არ არის გაწონასწორებული არის გაწონასწორებული არა ეს მიზეზშედეგობრივი კავშირიც არ არსებობს ეხა დემაგოგობთ იმიტომ რომ ეს მიზეზშედეგობრივი კავშირიც არც მეცნიერულად არც ერთი სამედიცინო კვლევით არ არის დადასტურებული რომ მენტალურად შერყეული დედა ავტომატურად ბადებს მენტალურად შერყეულ ბავშვს არა გაგეზიანება არაფერ შუაში ეხლა არ მითხარით რომ თქვენ გინდათ რომ ეგეთი ბავშვი დაბადოს ეხლა არ მითხარით რომ ჯანმრთელი მენტალური ჯანმრთელობა ანუ გენეტიკურად არ გადადის მანდაც ანუ ხო ხდებით ახლა ხო და არ უარ გადადის მაგიტო ეხლა სულ ბრალდება იყო რომ შიზოფრენიით შეპყრობილი ქალი გააჩენს ბავშვს ანუ რატო გადაგა აპრიორი თითქოს ნიშნავს რომ ბავშვიც არ იქნება ჯანმრთელი თავარი ნაწილი არის ის რომ შიზოფრენიით თუ ნებისმიერი მენტალური ჯანმრთელობის მქონე დაავადების მქონე ადამიანის მიერ რომ არ აქვს მნიშვნელობა მამას აქვს თუ დედას აქვს არც ერთ შემთხვევაში ეს კავშირში არ არის იმასთან რომ ბავშვსაც მენტალური ჯანმრთელობა ეკის პრობლემა ექნება ამ შემთხვევაში საუბარი არის იმაზე რომ ის მედიკამენტები რომელსაც შეიძლება ქალი იღებდეს მენტალურ ჯანმრთელობას რო შევშოთ მაგალითად არ ვიცი აი პოლონეთის შემთხვევა იყო ქართველი გოგო იყო თებერვალში ახლა 2026 წლის თებერვალში ქართველი გოგო იყო რომელსაც ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი პოლონეთში აკრძალული იყო ვერ იკეთებდა აბორტს და ლომის ამ გოგოს სიცოცხლეს ასე ვთქვათ საფრთხე შეექმნა ანუ ამ შემთხვევაში მენტალური ჯანმრთელობა მაგალითისთვის მოვიყვანეთ დაგაზუსტებინებთ ანუ წინადადებას დავასრულებ ანუ რო დავაზუსტოთ რა კიდე რამე გაუგებარი არ იყოს ჩვენ შორის რამე არასდროს არ ვთქვათ ანუ ნაყოფი შეიძლება ავნოს ამ წამალმა და ნაყოფი დაზიანდეს თუ დედა დაზიანდეს რომელიც დავასრულო კი მაგითო გეკითხებით რომ გავარკვიო. ამ შემთხვევაში საუბარი არის იმის, ხო და არ მინდა თქო კითხვა, ანუ პირდაპირ გპასუხობთ. ამ შემთხვევაში მენტალური ჯანმრთელობის დაავადება კი არ გადადის, არამედ ბავშვის ჯანმრთელობას, აი ამ მედიკამენტებით, ეს იქნება მენტალური ჯანმრთელობის მედიკამენტი, შაქრის მედიკამენტი თუ რა ვიცი, წნევის მედიკამენტი, ამან შეიძლება შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას. ორსულობის შემთხვევაში, როდესაც და ამიტომ იყო ჩემი კითხვა, რომ აი მაინც გინდათ რომ დაიბადოს? ანუ არ დამასრულებინეთ მაგაზე და ანუ აი ზიგოტა რომელზეც ამბობთ მაინც გინდათ რომ დაიბადოს მე კი ბატონო მაგრამ კი პასუხეთ მაშინ მე მივიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით
ბადრი, ხო იცი მე ვარ ანანია? პატივს გცემ როგორც ახალგაზრდა მოწადინებულ ადამიანს. მადლობა. მაგრამ მინდა გითხრა რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელიც შენ ახსენე სუთავიდან. რომელიც სანამ ასაკი შემომეპარებოდა თავის არსებობას ითვლიდა და დღემდე ვითვლი ჩასახვიდან. ანუ ჩემ ევოლუციურ მართლა? მართლა. ძალიან მაგარი. კი, მაგარია ნამდვილად და გადათვლილიც რაღაც პატარა ასაკიდანვე თინეიჯერობის ხმა, თინეიჯერობის ასაკიდანვე მქონდა ეგ გააზრებული ზოგიერთ კულტურაში ეგ ისედაც ეგრეა მე როგორც აღმოჩნდა, მაგრამ მე როგორც ერთი ადამიანი, ერთი თინეიჯერი მაგ აზრამდე მივედი ჩემით. მაგრამ ძალიან მარტივ რაღაცას ვიტყვი, მინდა რომ გლეხურ ენაზე ვილაპარაკოთ. ეგ მე რომ დავიბადე და გავიზარდე და ეხლაც რომ ყოველდღიურ რეჟიმში ზოგი ჩემი უჯრედი კვდება, ზოგი იბადება და ცოცხალი ადამიანი რომ მქვია, მაგიტო აქვს მაგას მნიშვნელობა. მე რო არ დავბადებულიყავი, ის ციკლი იქ მორჩებოდა. ეს ძალიან მარტივი არგუმენტი მგონია იმის გასაბათილებლად, რომ ადამიანისა ეს ჩასახვის პერიოდიდან დაბადებამდე პერიოდი აისახება თუ არა მის ცხოვრებაზე. თუ დაიბადები, აისახება, თუ არ დაიბადები, არ აისახება. აისახება უბრალოდ თუ ან ჩასახვის მომენტში თუ ვინმე მოგისტრაფა სიცოცხლე, შენ შანსი არ აქვს რომ დაიბადო, ხო? ხო. და ანუ შენ გამორიცხავ იმას, რომ ანუ სიცოცხლის უფლებით არის დაჯილდოებული ჩანასახი? ხო აღიარებ მაგას? ეგრო ეგრეა. არა, მე ვაღიარებ იმას, რომ ვერ გავიგე რამ კითხე. ანუ თუ შენი დაბადების აცვლას მოდი ესე ვიტყვი მარტივად. იწყებ ჩასახვის მომენტიდან. შესაბამისად შენ აღიარებ, რომ შენ სიცოცხლის უფლება გაგაჩნდა ჩასახვის მომენტიდან. სიცოცხლის უფლება არა, სიცოცხლე მქონდა უკვე და უფლება შესაბამისად თუ მქონდა სიცოცხლე, ანუ ვინც არის ცოცხალი არსება, ადამიანი, რომელიც არის ცოცხალი არსება, ავტომატურად მას აქვს სიცოცხლის უფლება. არ არის ესე? უჯრედი რო არ გამხდარიყო ზიგოტა და ზიგოტა მე არ გამხდარიყო ემბრიონი და ემბრიონი მე ნაყოფი და ნაყოფი კიდე დაბადებული ცოცხალი ბავშვი, ჩვილი, მაგ შემთხვევაში არ იქნებოდა. ხო გაიგე რასაც ვამბობ. და ანუ განსხვავება რა? მე რო ზიგოტას დონეზე ან ემბრიონის დონეზე გაუნადგურებულიყავი. კი ბატონო. ის აღარ იქნებოდა ჩემი ცხოვრებისთვის განსაზღვრელი და მნიშვნელოვანი, მაგრამ რო დავიბადე, კი, ჩემში რაღაცა მეხსიერება, ჩემი რმაწმენი და ჩემი სურვილით აისახა. ანუ ის ემბრიონული მდგომარეობა და ზიგოტური მდგომარეობა, ზიგოტა რო არ ყოფილიყავი, მე ვერ ვიქნებოდი. ნამდვილად და წინააღმდეგობა რაში არის ჩემი თაზისთან ეს გამაგებინე ვერ გავიგე გულსწრფელად. ხო, აი, ხო მე კონკრეტ მაგალითი ვარ რა, თან ცოტა აგერ ვარ დღესდღეობით ცოცხალი. მაგის მიუხედავად, ჯერ ერთი ვისურვებდი და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ღრმა მორალური საკითხებიც გაინტერესებს, მაგალითად ისეთი, როგორიც არის განვითარებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი, მაგალითად ინვიტრო განაყოფიერებასთან და სუროგატ-დედებთან და საერთოდ საკუთარი ბიოლოგიური მასალით დონორობასთან და არ დონორობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ზოგიერთი მეთაური, უფრო რელიგიური პირები და ახალი პატრიარქი მაგას სისტემურ მიდგომას ვფიქრობ, რომ უკვე უპირებენ, ხო? მაგას ვეწინააღმდეგები, უბრალოდ ეხლა მე ვისურვებდი, რომ მაგაზე მსჯელობდი, კი ბატონო, კარგი იქნება თუ მომიწოვეს სიამოვნებით. ხო, შეხდა როგორც საერთოდ თეზა არ მომწონს რა, რომ თეზა როგორც აბორტის უფლება, იმიტომ რომ ახსენა ერთ-ერთმა მონაწილემ ირინამ, რომ განვითარებადი ქვეყნების სიაში არის ეგ ხო, უბრალოდ უყურე, მე არ ვარ ადამიანი, რომელიც აქ მოსული ვარ იმისთვის, რომ თქვათ პროპაგანდირება გაუწიოს იმას და მთავრობას მოთხოვ, რომ ხვალ აკრძალეთ აბორტები. ეს არის ჩემი საზოგადოება, წინ წავიდა უკვე, ხალხი იკეთებს ინვიტრო განაყოფიერებასაც. სუროგაციის სერვისსაც იყენებენ, თვითონაც არის სუროგაცია. მაგრამ აბორტების რაოდენობა ჯერ კიდევ არის იმ დონეზე, რომელიც არ გვინდა ხო, მაგრამ გამოწვევა მასობრივი ეს არის ხა სტატისტიკა. ჩვენ უნდა ვშელობდეთ იმაზე, როგორ უნდა შევამციროთ აბორტების რაოდენობა. მე მგონი ეს ყველა საერთო მიზანია. კი, მაგალითად კაცებმა უნდა გაიგეთოთ ინექცია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ბევრნაირი მეთოდი არის, რითაც შეიძლება არასასურველი ორსულობა თავიდან ავიცილოთ. უბრალოდ თუ დადგა არასასურველი ორსულობა, აპრიორი აკრძალვა შეიძლება არ იყოს გამოსავალი. მაგალითად დღეს შვილის აყვანა, როგორი რთული პროცედურა არის, ვაიმე, რა კარგი ბიჭი ხარ, რო ახსენე. ხო, ანუ ეს საკითხი რომ მაგალითად არ დგას ჩვენ საზოგადოებაში და მაგალითად დედამ, რომელსაც არ სურს მაგალითად ამორალური ტვირთის აღება, რომ შვილი გაზარდოს მთელი ცხოვრება. დღეს რო იცოდეს, რომ გაშვილების პროცედურა გაცილებით მარტივია, ის ბავშვი დაიბადება და შეიძლება
შეიძლება იბოჯახში აღიზარდეს ეს გარკვეულწილად გადაჭირდა პრობლემას პრობლემა გვაქვს არის მაგაზე ძალიან აქტუალური საკითხი კონკრეტულად ჩვენ ხო და მაგით დავიძახი რომ გამოსავალი ჯერ უნდა იყოს ის რომ ჩვენ სოციალური პრობლემები მოვაგვაროთ ეკონომიკური პრობლემები მოვაგვაროთ არც არაფრით ხელშეწყობა არ არის არც ჩანს რომ გაშულებულ ადამიანებს თავის უფლებრივ მართლმსაუფლებრივ მონაცემებზე წვდომა ქონდეთ კი ბატონო მანდ ერთ აზრზე მას შემდეგ რაც უბრალოდ მე ამას ვიზახი რომ ჩვენი ცივილიზაცია ქართული ამ შემთხვევაში მიაღწევს ის ტონეს რომ ის სოციალური გარემო გექნება ის ეკონომიკური გარემო გექნება გაშლების ესეთი მექანიზმები იქნება რომელიც სანა მაგდონეზე არ ხო სანა მაგდონეზე არ ვიქნებით მე კონკრეტულად აბორტის აკრძალვას ხარს არ ხარს არ დაუჭერ მე აბორტის აკრძალვას მინდა რომ ჩვენ განვითარდეთ უბრალოდ გესმოდეს რომ ბოლო წერტილი უნდა იყოს ეგ არა ეგრე არ არის კარგი ესეთ კითხვას დაგისვა 8 თვის ბავშვზე აბორტს ემხრობი არა ეგ კლასიფიცირებულია კანონში ხო და რა კრიტერიუმით განსაზღვრავ აი მე ბადრი 1 თვის ბავშვზე შეიძლება და 8 თვისაზე არ შეიძლება ეუბნებოდნენ და 6 თვის ბავშვებზე და 7 თვის ბავშვებზე რომ მოგიკვდაო შენ ნაყოფი და შვილი აღარ გყავსო და ზრდიდნენ და ყიდნენ მაგ ქვეყანაში ეგ გავიგე ხო მაგრამ შენ ემხრობი თუ არა 8 თვის ბავშვს კი დედამის თუ მამამის ეგრე თუ უნდა მე ვემხრობი იმიტომ რომ 8 თვის ბავშვზე აბორტსაც ემხრობი ჩემი გადასაწყვეტი არა ვისურვებდი რომ კანონმდებლობა სხვანაირად იყოს და არის უბრალოდ იმდენად ბევრი მექანიზმი არსებობს არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების და თან ეს ძალიან მარტივი საკითხია რა აი ბატონო მგონი ძალიან გამიხარდა იურისტის დანახვა და ძალიან იურიდიულ კავშირში შემოვედი, მაგრამ მე უბრალოდ მართლა ტექნიკურ საკითხები მაინტერესებს, იმიტომ რომ წეგანაც ვამბობდი, გაიგებდით ალბათ, რომ ამ საკითხებზე ესეთი აბსტრაქტული მსჯელობები მგონია, რომ მართლა სანახაობრივია და ცირკში არ ვართ. მე მგონია, რომ თუ ესეთ საკითხებზე მსჯელობთ, რაღაცა ლოგიკურ დასკვნამდე უნდა მივიდეთ და თქვენ წეგან ახსენებთ უფლებებს და ის სიცოცხლის უფლებებს ესე ისაუბრეთ. ერთადერთი ხელშეუხებელი უფლება ხო არ მეშლება და ხო ღირსება. მე ესე მახსოვს. ღირსება არის. ღირსება არის, იმიტომ რომ სხვა ყველა უფლებაზე არის რაღაც кейსები, რომელსაც ესე ვთქვათ ხელშეუხებელი არ არის. ღირსება. რომ მე იცით ღირსება ზოგადად ცოტა ისეთი ცნება სუბიექტური. მე მინდა რომ ესეთ რაღაც კითხოთ თქვენ. აი თქვენ რაღაც არ გინდოდეთ ბადრი და დაგაძალონ. ძალით გაგაკეთებინონ. ყველას დასანახად და ამას გქონდეს მე თქვენ ცხოვრებაზე ყველაზე დიდი გავლენა. ამაზე დიდი ვერაფერი თქვენ ცხოვრებაში ვეღარ მოხდება. ეს ვისკი საკმაოდ არა მე საერთოდ მიყავს საუბარი ამ დამაძალონ ამ შემთხვევაში დედის შემთხვევაში დედას დააძალო შვილის გაზრდა მუცელში რომელიც შეიძლება მას არ უნდა და მეც მაძალებ. იმიტომ რომ არ არსებულია ანუ შენ ფიქრობ რომ ახალშობილს რომელიც დაიბადა მას ეზრუნის ვალდებულება დედას არ გააჩნია? არა, რომ გააჩნია ზუსტად მაგითო გეკითხებით. რომ გააჩნია მას ეზრუნის ვალდებულება ზუსტად ამიტომ გეკითხებით, რომ მარტო 9 თვეს კი არ მაძალებთ, მთელ ჩემ ცხოვრებას მაძალებთ. მთელ თქვენ ცხოვრებას არ გაძალებთ. როგორ არ მაძალებთ? იურისტი ბრძანდებით და კანონით განსაზღვრული არის ქვედუნარიანობის ასაკი. ჩემი ცხოვრების 18 წელს მაძალებთ. 18 წლის განმავლობაში ანუ მაგალითად მშობელს აქვს კონკრეტულად ექსკლუზივი გადაწყვიტოს ბავშვს რომელ სკოლაში მიიყვანს. როგორ საკვებს აჭრევს, რომელ წრეზე შეიყვანს. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მშობელს აქვს პრივილეგიები უფლებრივი თვალსაზრისით შვილთან მიმართებით ეს ავტომატურად ნიშნავს იმას რომ მას მოყვება პასუხისმგებლობებიც ანუ ის რომ მას აქვს უფლება რომ გადაუწყვიტოს შვილს კონკრეტულად სად ჩააბარეს მაგალითად სასწავლებელში ავტომატურად ვალდებულება აქვს იმისაც რომ მას შესაბამისი განათლება მიცეს საკვები მიცეს და ის არჩინოს 18 წლამდე თქვენ ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მაგისტრებთ 18 წელი ვალდებულებას რომ საკვები მივცე, გავზარდო, სკოლაში მივიყვანო, ეს ამ ვალდებულებას მაკისრებთ ძალით. არა, მაგ ვალდებულებებს გაკისრებთ ძალით, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ არჩევანი ამ ეს ვალდებულებები გექნებოდათ თუ არა. გააკეთეთ მაშინ, როდესაც ჩაისახა ბავშვი. მომატყუა კაცმა. რას ქვია მოგატყუა? ანუ რას ქვია ხა ორივე დიდები ვართ. მომატყუა, არ ვიცოდი რომ ჩაისახებოდა და ჩაისახა. ანუ ეს შენი პრობლემა არის, ხა ეგეთ ეს არის შენი პრობლემა, რომ ესეთ მამაკაცთან დაიჭირე ურთიერთობა, რომელსაც ისიც კი ვერ გაუკევია, რას აკეთებს და ხო სამართლებრივად ვერ დაგირეგულირებ, მაგრამ შენ თუ 100%-იანი გარანტია და დარწმუნებულობა იმის არ გქონდა რომ შენ არ ჩაგესახებოდა ბავშვი, ამ შემთხვევაში შენ პასუხისმგებელი ხარ ამ ქცევაზე. ჩემი კითხვაზე პასუხი მინდა, ჩემი ღირსების შელახვა არის თუ არა, გავაკეთო ის რაც არ მინდა. ძალით. კი ცხადია, უბრალოდ აქ შემოდის გამონაკლისი ბავშვის შემთხვევაში. არა, ამ შემთხვევაში როდესაც ანუ ეგ იგივე არის, ხა მაგალითად მე რო დანაშაული ჩავიდინო და ვიღაცამ ციხეში დამეჭიროს და არ მივყვებოდე, ვთქვათ, პოლიციას და ვიღაცა მე არგუმენტი თქვა რომ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ
მივყავა სადღაც პოლიციას და ამიტომ ეს აბსოლუტური უფლება ღირსება და მე ხარ შემელახა ღირსება ციხეში ძალით წაყვანით. ანუ ხო და უყურე მაგიტომაც ეხა მე რა მაგალითიც მოვიყვანე. ეს არის ზუსტად ანალოგი იმის, რის გამოც ამ შემთხვევაში ღირსების უფლება არ არის აბსოლუტური, იმის გამო რომ მე დანაშაული არ არის აბსოლუტური თუ არის აბსოლუტური? არა, ამ შემთხვევაში ესე რომ ვთქვათ, ღირსების უფლება ერთადერთი აბსოლუტური უფლება. ანუ ჩემი თავისუფლების უფლებას ვერ გადაწყვეტს ამ შემთხვევაში ღირსების უფლება. ანუ მე რო დანაშაული ჩავიდინე, ამაზე პასუხი უნდა ვაგო. ანუ მკვლელმა მოითხოვოს ღირსების უფლება და თქვას რომ მე არ უნდა დამსაჯოთ ადამიანის მოკვლის გამო, იმიტომ რომ ღირსების უფლება აბსოლუტურია, ეს ხო სიგიჟე იქნება. ღირსების უფლება გადაწყვეტს ყველა სხვა უფლებას. ანუ ესე იგი აქვს მკვლელს უფლება იმის მოითხოვოს, რომ ციხეში არ წაიყვანონ მიზნების ნაწილაკებო? ეგ თავისუფლების აღკვეთა. თავისუფლების ხოდა, არ არის აბსოლუტური. ხოდა, ამ შემთხვევაში თუ კი ჩვენ საუბრობთ და ვაწამოთ, ეს არის ღირსება. ხოდა ამ შემთხვევაში და თქვენი აზრით ხოდა აცმე არ ვაწავეთ, დედას არ ვაწამოთ. თქვენი აზრით ჩემი სურვილი. და შენ თუ ეხა ორსულებას წამებას უტოლებ, რომელიც შეიძლება არ მინდა? არა, ხო და მაგაზე ხო შევთანხმდით. როდესაც შენ რისკს უშვებდი, 1% მაინც არსებობდა, რომ შენ ჩაგსახო და ბავშვი და როგორ ვსაუბრობ ამ 1%-ს? ეს ხო რაღაცა არა, მე არ მიყვარს ეგრე ლაპარაკი. მე ჩათვალეთ ამ შემთხვევაში ეს სტერეოტიპული. აი, მას შენ მომიყვანე მაგალითი. ემოციურები ხარ და კაცები ლოგიკურები და ხმოდი როლებს ნუ შევცვლით რა. მე ლოგიკური ვარ, თქვენც რომ ლოგიკური იყავით. მე აი, მაგალითს გეტყვი, მაგალითად თუ პრეზერვატივით აქვს სქესობრივი აქტი მამაკაც ქალთან და ამ შემთხვევაში მოხდა მაინც ჩასახვა ვერ გაიმართლებს ამით ქალი თავს იმის გამო რომ იმ თავდაცვის საშუალებებზე არსებობს მაინც დაშვება რომ შეიძლება ის არ იყოს 100%-იანი გარანტია. ამიტომ შენ უნდა გეგო. კაცები რო იკეთებენ ინექციას ეგ არის 100%-იანი გარანტია. ხო და ამიტომ შენ უნდა გქონდეს რისკი აღებული შენ თავზე რომ შეიძლება იმ შემთხვევაში მაინც დაორსულდე. არა, ერთი წუთი. იმიტომ რომ ნებაყოფლობით შედიხარ სქესობრივ კავშირში. ის კაცი არ შემოდის ნებაყოფლობით. შენ ხო შედიხარ ამ მნიშვნელობას ის ხო არ გაძალებს გაუპატიურებას სხვა შემთხვევა არის მეთქი. არა, არ მინდა გაუპატიურებაზე საუბარი. მასაც უნდა და მეც მინდო და დაურსულება არც ერთს არ გვინდოდა. იმას ყოველთვის უნდა, როდესაც გაუპატიურებას არ ვეხებით. ამაზე შევთანხმდეთ. ანუ თუ არ გაძალებთ, ესე იგი ყოველთვის უნდა და აქ საუბარი არის თქვენებაზე. თქვენ როდესაც ნებით თანხმდებით სქესობრივ აქტს. თანხმდები რას ნიშნავს? განახე უყურე. სასიშასთან სად გვეშლება, იცი? სქესობრივი აქტი არ არის ესეთი, რომ კაცი გთავაზობს და ხალი თანხმდება. ეს აი, ხალი თავაზობს და კაცი თანხმდება. ორივეს უნდა. ესე არაფერი აქ აქცეპტი ოფერტი არ არის. ორივეს უნდა და მაგიტომ ეგრე იყოს, ანუ ეს არც არცვლის, ანუ შენ აცხადებ თანხმობას სქესობრივ კავშირში, რა მნიშვნელობა აქვს? აცხადებს თანხმობას ჩემთან სქესობრივ კავშირში. ორივე აცხადებთ. აი, იმას გავაცხადებ. იმის აზრი ეხა თუ არ მაინტერესებს, რას ქვია, იმის აზრის საწინააღმდეგოდ თუ სქესობრივ კავშირს ამყარებ, ეგეც გაუპატიურებაა, ეხა გაუპატიურებაზე არ საუბრობთ მეთქი. ორივემ გავაცხადეთ თანხმობა, არც ერთს არ გვინდა ეს ბავშვი, თმით მიმათრევს ეს კაცი და მიკეთებს აბორტს. რა ხდება? მოიცადე ანუ რაზე განაცხადეთ თანხმობა? სექსუალურ აქტზე მე დაურსულდა ქალი და სექსუალურ აქტზე თუ თანხმობა განაცხადეთ ორივე? კი და შემთხვევით დაურსულდა. შემთხვევით რას ქვია? მე 1000-ნაირად შეიძლება ხო, შემთხვევით დაურსულდა. სპირალ ჩადგმულ ის ალბათობა უნდა გქონოდათ გააზრებული ამ შემთხვევაში. ეგევალება მაგის გააზრება ქალს. იმიტომ რომ მისი მუცელი საშვილოსნო არის ერთადერთი ისეთი ორგანო თუ ისეთი ადგილი, სადაც შეიძლება ბავშვი გაიზარდოს. ანუ ქალის გადასაწყვეტი. ქალის გადასაწყვეტია. მაშინ რო არ მინდა ეს რატო არ არის ჩემი გადასაწყვეტი? ბავშვი რო არ მინდა. ბავშვი რო არ მინდა. იმის გამო რომ ის უკვე დამოუკიდებელ არსებად ყალიბდება, როგორც კი მოხდება განაყოფიერება. და მას შემდეგ რაც შენ გადაწყვეტილებას იღებ იმასთან დაკავშირებით, განაყოფიერდეს თუ არა, ამის შემდეგ შენ კარგავ კონტროლს მასთან დაკავშირებით. აუცილებლად რა უნდა ვთქვა და მე არ შეიძლება ამ გადაცემაში მონაწილეობა მიიღო და ამას ხაზი არ გავუსვა როგორც ქალთა უფლება დამცველს, რომ აი მართლა სივერაგე და საშინელება რა მგონია, იცი რომ არც ერთი კაცი არავინ ვინც აი ძალიან ხურვალეთ აპელირებს ხოლმე აბორტების აკრძალვაზე და ეს რაღაცა რომანტიზება რომ თურმე ძალიან მორალური პედესტალზე დგანან არ ახსენდებათ და არ უთქვამთ რომ აი მაგალითად მე მიყვარს კონკრეტულად ლაპარაკი გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევებია 90-2010 წლამდე საქართველოში სელექციური აბორტები არის 31000. 31000 გოგო არ დაიბადა. ამაზე არ საუბრობს ის გუმხურვალე მამაკაცები, რომელსაც თურმე აინტერესებთ დემოგრაფია. კი ბატონო, და მიპასუხოთ. დემოგრაფია, ჩვენი რაღაც წინწასვლა, რაღაცა რელიგიური გრძნობები აქვს და არასოდეს არ ახსენდებათ, რომ
ძალიან ჩვეულებრივად პატრიარქატში გოგოებს შერჩევითად კლავენ. იმიტომ რომ სრული მამას კატასტროფა. უნდა ბიჭი თურმე 31000 გოგო სელექციურად არის აბორტირებული, ხო? ამაზე რატო მე აღარ მჯერა ხოლმე იმ ადამიანების, რომ ეს ჩემთვის ხდება ფასადური. იმიტომ არის ეს ჩემთვის გამაღიზიანებელი, რომ მე აღარ მჯერა ამ ფასადური რომანტიკის, უფრო მგონია პოპულისტური გამოსვლა და თქვენ ამ შემთხვევაში ესე ზუსტად ვერც გიგულისხმებთ, იმიტომ რომ არ ვიცი. ნუ ზოგადად ჩვენი საზოგადოება შინაარსობრივ თემებზე არ საუბრობს და ესეც ერთ-ერთი მიზეზია ალბათ, მაგრამ ის რომ ელექციურ აბორტზე რო არ საუბრობთ, ეს სრული კატასტროფაა. სელექციური აბორტი სიმახინჯია პატრიარქატის. ამ თემებზე საუბარი ხოზე მაინც პოლიტიკოსებს ევალებათ და ჩვენი პოლიტიკური ველი იმდენად გაჯერებულია ისეთი არასაინტერესო თემებით, რომელიც უბრალოდ ერთმანეთის გარჩევებზე არ და მეტი არაფერი, რომ ეს არის პრობლემა კიდე გეთახმები მაგალითად, აი როგორც ერთ-ერთი ამომრჩეველი და ამ ქვეყნის მოქალაქე გეტყოდით, რომ თქვენ თუ გინდათ მართლანდობა მოიპოვოთ, საერთოდ აბორტებზე ლაპარაკი უნდა დაიწყოთ სელექციური აბორტებით. აი ამით რო დაიწყებთ ლაპარაკს, ჯერთი ქალებში გამოიწვევთ ნდობას და მართლა გაგვიჩნდება განცდა, რომ თქვენ ფიქრობთ და ფიქრობთ ბავშვებზე, ქალის ჯანმრთელობაზე, მართლა გაწუხებთ ჩვენი პრობლემები და ჩვენ პატრიარქალურ სისტემაში ვცხოვრობთ და ამ პატრიარქალურ სისტემაში სადაც იწნეხება ქალი, კიდე მას ზემოდან დაუმატოთ ის წნეხი, რაც ნახე მე არ მიყვარს ზოგადი ლაპარაკი. არსებობს სტატისტიკა, ველოსიპედს თავიდან ვერ გამოვიგონებთ. სტატისტიკა მეუბნება, მე მაგას მათემატიკოსების ოჯახში ვარ გასდილი და ძალიან ვცემ პატივს ზუსტ მეცნიერებებს. როდესაც მე სტატისტიკა მეუბნება, რომ 25 მილიონი არაუსაფრთხო აბორტი კეთება, როცა აკრძალვას მიყავხარ არაუსაფრთხო აბორტებამდე. აკრძალვას რომ მივყავდეთ იქამდე, რომ აბორტები აღარ კეთდება, დედა რა გადასარევია. კი, გეთახმები. მაგრამ დედათა სიკვდილიანობა გავზარდოთ და ვიღაც პოლიტიკოსება ამის ხარჯზე ქულები ჩაიწერა, რომ დედა რა კარგი ბიჭი ვარ, პატრიარქის სიტყვას თუ არ ვიცი რას. მაგიტომაც დავიწყე თავიდანვე, რომ ყველანაირ რელიგიურ არგუმენტაციას ვემიჯნები და ის რომ მაგალითად რა არგუმენტაციითაც მოხდა ამ თემის შემოტანა იგივე საპატრიარქოსგან, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. დიდი მადლობა ამისთვის, რომ ემიჯნებით. მათ შორის იმ ადამიანის პოზიციებისთვისაც, როგორც ეხლა მე ვარ, რომ შეიძლება შინაარსობრივად მაგას ვეთახები, მაგრამ ეგ არ არის რითაც შეიძლება ადამიანებს ვარწმუნებდეთ, რომ ეს არის სწორი გზა. ჩვენ სიამბლეში რაღაცა უნდა დავამთავროთ, მე მგონია, მათ შორის ეს დაპირისპირება, აი კაცები აქეთ, ქალები აქეთ. ანუ ეხლა იმის გამო, რომ ხალი არ ვარ მაგალითად, მაქვს ზოგადად პოლიტიკოსობაზე ამბიცია თუ რაღაც პოლიტიკაში ჩართვაზე პრეტენზია და ამის გამო ეხლა ჩემ თავს ვერ შეუზღუდავ იმის უფლებას, რომ ისეთ სენსიტიურ საკითხზე, როგორც აბორტი არის, ამაზე მოსაზრება არ გამოვა. იმიტომ რომ მაგალითად 8 წლიანი დიპლომი სამედიცინოს და ვიცით სამედიცინოს დამთავრებას თელი ცხოვრება ჭირდება და შეიძლება ის არ ამირჩევია, მაგრამ რა ვიცი, ჩაუჯდე ამ საკითხს და განვითარდე და ამ საკითხს ჩემი აზრის დაფიქსირების საშუალებად მე ვიღად იმისა რომ კაცი ვარ, უნდა გამაჩნდეს. კი ბატონო, ხა ასე ვერავინ აგიგრძალოთ, მაგრამ უნდა იყოს ამის კომპეტენტური ჯგუფები. ამაზე უნდა მსჯელდე კომპეტენტ, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ რაზეც მინდა იმაზე აზრის გამოთქმა არ მოსულა. მე არ ჩავდივარ მაგათ იურიდიულ დეტალებში. მასე იცი რა, კაი ლოგიკა და ანალიტიკა მაქვს, სუფრიადე მქონდა ყველა საკითხი. თუ კარგი გაქვთ, უნდა ჩახვიდეთ რა. უსმენ იურისტს და იმას ვერ პარლამენტში ისეთი ხალხი ზის. მე რა გამოვდგე და მე ვფიქრობ, რომ იურიდიულად მასე კი არა, ისე არ არის ესე. მოდი დავეკითხოთ კომპეტენტურ ადამიანებს, ვისაც აქვს სამედიცინო განათლება, ვინც არის გენდერულად განათლებული და სენსიტიური, ვინც ჩახედული, იმიტომ კი არა, რომ მე შენზე კარგი ვარ, ან ვინმეს, იმიტომ რომ არსებობს პროფესიები და კომპეტენციები და ამ ქვეყანაში უნდა მივეჩვიოთ, რომ კომპეტენციას ვცეთ პატივი რა. ყველა გამოვიდა კრეფსით გივის სიხარულიძეები და აი ესე უნდა იყოს, ეს სადღე გრძელვა. ადამიანების ბედი წყდება. ქალს უნდა ეცვას მოკლე კაბა, ამით ვერ გადა თუ არ უნდა ეცვას. გასაგებია, მაგრამ იმ საზოგადოებაში სადაც ისე არის ტაბუირებული ესეთი თემები, რომ მათ შორის თქვენც იმით დაიწყეთ, რომ კაცი თუ ხარო, მაშინ მინიმუმ სამედიცინო განათლება უნდა გქონდეს, რომ ამ თემაზე საუბრობდეო და თუ სამედიცინო არ გაქვს და კაცი ხარო, საერთოდ რაზე მელაპარაკებიო? არა, ერთი წუთი რა, მე არაზოს ძალიან მიყვარს სამართლიანობა. მე ვამბობ, რომ კაცი, ნახე რა, როგორ რაღაცა ესეც საგიჟეთში, როცა ესეთი ბრალდებები ისმის ერთმანეთის მიმართ, ვის შეიძლება მოუნდეს კომპეტენტურად დაჯდომა, განხილვა? ანუ ეს ხო რაღაცა ძალიან ძიმე თემით დაიწყეთ. თქვენ აკრძალვა, აბორტის აკრძალვა
ესე იყო შემოთავაზებული მესმის უბრალოდ ეს იყო ფაბულა დებატის და ამიტომაც დავიწყე განმარტება რომ მე არ ვარ ის ადამიანი რომელიც ხვალვე იმ კანონ პროექტს არ რეგისტრირებდა რომელიც აბორტებს ამ ქვეყანაში აბორტებს აკრძალავდა აი იცი რატო ჩვენ თუ სოციალური და ეკონომიკური პრობლემები არ მოვაგვარეთ თქვენ რასაც ამბობთ ჩვენ თუ მოვაგვარეთ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ჩვენ თუ ავამაღლეთ ცნობიერები ისე რომ კონტრაცეპტივების გამოყენება დაიწყო ფართოდ ჩვენ თუ ამ მიმართულებით ვიმუშავოთ მაშინ აკრძალვა საჭიროც აღარ გახდება აი ეგ არის არალოგიკა აკრძალვა რაღაც ანუ იმ მინიმალურ შემთხვევაში სადაც კი შეიძლება დარჩეს აკრძალვისკენ მიდის განუვითარებელი ქვეყანა შემთხვევით არ არის იცი რატომ მიდის იმიტომ რომ არ აქვს იმის ფული და გონება მესმის უბრალოდ დააფინანსოს ცნობიერება ამაღლოს და მიდის აკრძალვა მესმის უბრალოდ ეგ არის ჩვეულებრივი кейსი ანუ აბორტის შემთხვევა იმიტომ რომ ეგ იგივე ლოგიკა იქნებოდა ვთქვათ რომ მაგალითად ზოგადად დაბადებული ანუ მე თუ ცოცხალ არსება თვლი ჩანასახს აი დავასრულებ და მეთანხმებით რომ მაგალითად ზიგოტაც და დაბადებული ადამიანიც არის ცოცხალი არსება ანუ თქვათ ჩვენ რომ მაგალითად ცოცხალი ადამიანების კვლელობის აკრძალვით კი არ უნდა წავიდეთ ჩვენ ზოგადად დაბადებული ადამიანის კვლელობა ცნობიერების ამაღლებით უნდა შევამციროთ ეს ხო არასწორი იქნება ანუ მე მარტო მორალის სინდისის და იმის იმედად ვერ ვიქნები ადამიანზე რომ ის კარგად გაათვითცნობიერებს თავის ქცევას ანუ კვლელობის შემთხვევაში ხო თქვენივე საუბარში იურისტთან აღიარეთ რომ ჩანასახის სიცოცხლე ვერ გაუტოლეთ თქვენ თვითონვე გაჩენილი ადამიანის სიცოცხლეს არ გაჩენილი ადამიანის სიცოცხლეს არ ეგ არ მithქვას აქცენტი წამით არ მithქვავს რომ ეგ არ გამიტოლებიათ ორივე სიცოცხლეს და მე თქვით რომ იგივე ნორმებით ვერ დარეგულირდება ანუ ორივეს აქვს თანაბარი ღირებულება ორივე სიცოცხლეს მაგრამ რაც შეეხება გაუფრთხილებლობის ელემენტს და თანამონაწილეობის ელემენტს აქ შეგვიძლია ეს კაზუისტიკა დაუთმოთ იურისტებს მაგრამ ზოგადად განზრახ აბორტის გაკეთება ეს უტოლდება კვლელობას იმდენად კომპლექსური ძალიან კარგად გავიგე. იმდენად კომპლექსური საკითხია, სადაც შემოდის იურიდიული საკითხები, სამედიცინო საკითხები, მორალური საკითხები, რელიგიური საკითხები. ამის დადგედა ერთიანდებაში აბორტი აკრძალოთ არ შეიძლება. ხო, ეგ მე ეგეთი რამე არ მithქვას. არ შეიძლება. და თან მე რატომ მოდი სტატისტიკით, რომ გადავხედოთ სტატისტიკას. და ეს ვთქვა აბორტი აკრძალოთ, ვაკ ვინ თქვა? ამაზე არ შევიკრიბეთ. ხო და ამ წუთას რო უნდა აკრძალოთ ეგ ვინ თქვა? ანუ დემაგოგიას ეწევი და ამბობ იმას რომ იმით დაწყებაო თემის რომ აბორტი აკრძალოთ. არა, თემის დაწყება ერთი წინააღმდეგობითო და თქვა რომ აბორტი აკრძალოთ არის არასწორიო. როცა მთელი დებატის დასაწყისი ხსნი იმას რომ აკრძალვაზე თუ ვისაუბრებთ ეს უნდა იყოს ყველაზე ბოლო საფეხური ისიც მჯერა რომ ასაკრძალია ბოლო საფეხურზე. ნახეთ რაშია თქვენი მხრიდან დემაგოგია თუ დასრულდა სამი დროშა აიწია შესაძლოა. კი ბატონო. ეხლა კარგი პირველ რიგში ჩვენ კითხვა უნდა დავსვა სანამ გადავალთ ჩემს არგუმენტებზე მე ცოტა ვერ გავიგე საუბარში მაგალითად ქალი თუ გაუპატიურეს იმ შემთხვევაში აბორტს ემხრობით თუ არა აბორტს ემხრობით თუ არა თუ გაუპატიურეს ის მე ნებისმიერ შემთხვევაში ასაკრძალი მგონია უბრალოდ გაუპატიურება არის ყველაზე უკიდურესი кейსი რა შემთხვევაშიც სხვა ლოგიკა ვითარდება და შეგვიძლია გარკვეულ გამონაკლისებზე ვისაუბროთ უბრალოდ ბოლო ეტაპ ანუ მათ ჩემი არგუმენტი არის ის რომ თუ ერთი ტრაგედია არის მოხდა და ნამდვილად გაუპატიურება უდიდესი ტრაგედია ხო ხო უკვე სიცოცხლეა ხო მესმის უბრალოდ ხო და ჩვენ იმას ვიძახი რომ აკრძალვას ახაც ვავრცელებ მეთქი ლოგიკურად იქიდან გამომდინარე რომ არ მინდა კი არ მინდა რომ ამ ტრაგედიას კიდე ერთი ტრაგედია დაუმატოთ და ამ ტრაგედიის კომპენსირება იმით მოვახდინოთ რომ ხო მაგრამ რა შუაშია აბორტის ლეგალურობას მე გეტყვით სადარ მოწევს თქვენი განვითარებული ლოგიკა მაგას თამამად ესე გეტყვით რა იმიტომ რომ მარტივად ლაგდება ჩემთვის ზიგოტას თუ ვუთანაბრებ სიცოცხლეს და თუ ვიძახი რომ ეს არის 100%-იანად სიცოცხლე ჩვეულებრივ ისევე როგორც მე იმ მუცელში მყოფი ბავშვი ზიგოტა არის სიცოცხლე, მაშინ მე აქ ვერანაირ გამონაკლისებს ვერ დავუშვებ. იმიტომ რომ აი ახლა ძალიან ცუდი მაგალითი უნდა მოვიყვანო, მაგრამ მოვიყვანო. ვიღაცა ადამიანი არის, აი ახლა აქ დგას, რომელიც ვიცი რომ გაუპატიურების შედეგად ჩაისახა და დაიბადა. ხთოფროვიღო და ვესროლო. ხო არ იქნება ნორმალური სიცოცხლეს ხო რა მნიშვნელობა აქვს გაუპატიურეს და ესე ჩაისახა თუ უნდათ მშობლებს ძალიან ვერ მოვკლავ. მაშინ ესე იგი იმ ზიგოტასაც ნებით ჩაისახა ნებლიეთ როგორც ჩაისახა ვერ მოკლა ხო ამ პრინციპი ერთგვარი არის სიცოცხლის უფლებას მანდარი ყურე თქვენი ლოგიკა ცოტათი მოდი ესე ვიტყვი
რაღაცა ხა ბევრი ხარვეზი აქვს ცოტათი კი არა ზუსტად იმიტომ რომ იმდანად ვერ უთანაბრებთ თქვენ თვითონვე ვერანაირ იურიდიულ ასპექტში ამ ყველაფერს რომ იმიტომ რომ აკრძალვა ზოგადად არ არის იმიტომ რომ მე არ მომწონს აკრძალვა რაღაც ეს არის იურიდიული ასპექტი ხო ანუ რაღაცას რომ კრძალავ მე ვიძახი რომ ეს არ შეიძლება მე გადავდივარ ან სამოქალაქო კოდექსში ან ადმინისტრაციულში ან სისხლში და ვსაზღვრავ რომლით სჯი ჯერ ისიც არ გითქვამთ ანუ მე ვიგულისხმე რომ სისხლით სჯით იმიტომ რომ მკვლელობაა თქვით ამიტომ გადავედი პირდაპირ სისხლით კი ბატონო სისხლით თუ სჯით აბორტს მე ჩემთვის უკვე აბსოლუტურად გაუგებარი ხდება როგორ თუ აბსოლუტურად გაუგებარია როგორ და ამაზე თქვენს ვერ პასუხობთ როგორ და ვერც მიპასუხებთ გამორიცხული ამაზე მიპასუხოთ როგორ ვერ დაალაგებთ ამას ვერანაირად ვერ დაალაგებთ მაშინ მოდი აგიხსნე რომ აბორტი არის ცუდი თუმცა ვერ აკრძალავთ რაზეც აქ თანხმდება ყველა საერთოდ სადაც გაივლეთ ყველა ქალი თანხმდება რომ აბორტი არის ცუდი არა არ თანხმდება ყველა არა ყველა თანხმდება ანუ ზოგადად მოიცა მანდ არის განსხვავება ცუდს და იმას შორის რომ სიცოცხლის უფლებას ხელყოფთ ნაყოფისას ეს სრულიად სხვადასხვა მორალური კატეგორიებია. მაგრამ ამაზე მე და თქვენ უკვე შევთანხმდით რომ თლაც სიცოცხლის ხელყოფა ვერ გამოდის, იმიტომ რომ თლაც სიცოცხლის ხელყოფა რო გამოდიოდეს. სიცოცხლის ხელყოფა გამოდის. მე ზამუხლები მაქვს 118 და 100. ხო და განზრახვა აქვს ამ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულად მკვლელობას სჯით. ხო ამ შემთხვევაში განზრახ მკვლელობას სჯი აბორტთან მიმართებით. რა არის გაუგებარი? აქედან რატომ მარტო აბორტთან მიმართებით, რატომ მარტო განზრახ. ეხლა მე რო აი ეს შემთხვევით ავიღო, გადავიქნიო და ვიღაცას მოვარტყა თავში და ღმერთმა დაიფაროს და მოკვდეს. ხომ სჯი? იმიტომ რომ ჩემი საყვარელი მუხლის სისხლის სამართალში ეს დაუდევრობა, თვითიმედოვნება მიყვარს გიждდები ისე, იმიტომ რომ მუხლი გეუბნება რომ იდიოტი ხარ და მაგით გსჯიო რა. არ უნდა გქონოდა და შენ თავის ამდენად იმედიო. აი გეკითხებით რატომ მაინც და მაინც აბორტის დროს მარტო განზრახვა? რატო მაინც და მაინც აბორტის დროს? ამაზე პასუხი მინდა. მე შეიძლება დაგეთახოთ კიდეც. ხო ამ შემთხვევაში ლოგიკა მდგომარეობს იმაში რომ ჩვენ შეგვიძლია განზრახვა მარტივად ვამტკიცოთ. ამ შემთხვევაში გაუფრთხილებლობით აბორტის გამოწვევა ეს იმდენად იცი რა მარტივია? თულად სამტკიცებელი კატეგორია არის და არა, ორსულობის საწყის ეტაპებში უმარტივესია. დედა დავსაჯო იმის გამო რომ მოკლედ ფეხი თუ დამიდო ქმარმა და წავიქეცი და მოცელი მომეშალა რა. გასაგებია აბორტის შემთხვევაში ფეხი დაგიდო ქმარმა? ხო, აი ესე შემთხვევით მე ხო, მათ შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ არაპირდაპირ განზრახვის კვლევაზე ქმართან მიმართებით და არა დედასთან მიმართებით. ხო და ეხლა მე გეკითხებით ესეთ რაღაცას ქმართან მიმართებით. აი ამ შემთხვევაში ესეთ პირდაპირ მაგალითი რო დაგიდეთ რომ ფეხი და უდო წააქციო. ხო და მეთანხმეთ რომ ქმარიც უნდა დაისაჯოს. ქმარიც არა, ამ შემთხვევაში ქმარი უნდა დაისაჯოს, იმიტომ რომ დედას არანაირი გავლენა არ მოხდენია ნაყოფის განადგურებაზე. როგორ რაღაცებზე იცი? სადაც აბსოლუტურად ქმარია და შემდგომ ყველა პასუხისმგებლობა ხალხს დააკისრეთ, ყველა პასუხისმგებლობა, მაგრამ არა არჩევანი. თქვენ საუბარში. ყველა პასუხისმგებლობა ის ჩაისახება. ის პასუხისმგებლობა გამომდინარეობდა არჩევნიდან. ხო და რატო ეს მხოლოდ ქალის არჩევანი ამაზეც არ პასუხობთ? იმიტომ რომ ქალის ხელში იზრდება ზიგოტა. ამ შემთხვევაში ქალი იღებს გადაწყვეტილებას ის შემოუშვებს თუ არა საკუთარ კვერცხუჟეთში სპერმატოზოიდს. ეს არის ქალის გადაწყვეტილება და ქალის არჩევანი, როდესაც ის ამ არჩევანს გააკეთებს, ამის შემდეგ ის პასუხისმგებლობის საწყის წერტილი იწყება. გასაგებია, მაგრამ კაცი რა შუაშია ამ შემთხვევაში? კაცი ყველანაირ შუაშია. კაცი ყველანაირ შუაშია, მაგრამ გეტყვით. სიცოცხლის უფლებასთან რა შუაშია? ის რომ ზიგოტას აქვს სიცოცხლის უფლება. კაცო, ეს ზიგოტა მარტო კვერცხუჟეთით ხო არ წარმოიქმნა? ხო და ანუ ლოგიკაში რაც შემოყავს, ანუ აკრძალული უნდა იყოს თუ არა, კაცის არჩევანი რაც შემოყავს. მე გასაუბრები აქ რომ ქალის არჩევანი არის მეთქი ის ჩაისახება თუ არა. და ქალის არჩევანი უნდა იყოს გააგრძელებს თუ არა სიცოცხლის მაგ ლოგიკით. ქალის არჩევანი ვეღარ იქნება, ვეღარც კაცის არჩევანი იქნება და ვეღარც ქალის არჩევანი ვეღარ იქნება. ხო და ვეღარც კაცის არჩევანი იქნება და ვეღარც ქალის არჩევანი იქნება. სახელმწიფოსე? არა, ანუ ეს არჩევანი არჩევნის კატეგორია, ეს აღარ არის. ის ზიგოტა, როდესაც ჩაისახა და ამაზე პასუხისმგებლობა და არჩევანი ერთხელ უკვე გაკეთდა, მას უნდა მიეცეს განვითარების და საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალება და თუ კი სახელმწიფო რაიმესთვის გჭირდება, მან ამას ხელი უნდა შეუწყოს. და ყველა სხვა სისხლისა თუ სამოქალაქო სამართლის მუხლი რატო არ ვრცელდება მაშინ? ვერ გავიგე. ვერ მიხსნით ყველა სხვა სისხლის და სამოქალაქო. კი, ყველა რატო არ ვრცელდება? დაუდევრობა, თვითიმედოვნება, რატო არ აქვს მემკვიდრეობა? რა ხდება? რატო? რას არ აქვს მემკვიდრეობა? აი ზიგოტას. ხო, ეგ არასწორი რო არ აქვს. ანუ ეს მთელი კანონმდებლობა სინამდვილეში ანუ მორგებული არის იმაზე რომ ადამიანის სიცოცხლე იწყება დაბადებიდან. და რატო არის მორგებული? თქვენი აზრით. ანუ ეს ფილოსოფია დევს რომ რატომღაც არბიტრალურად არის. ფილოსოფია დევს თუ უბრალოდ ლოგიკურად. ხო და მანდ არის განსხვავება რომ საიდან ვიწყებთ ადამიანის როგორც ცოცხალი არსების აღქმას დაბადების მომენტიდან თუ ჩასახვის მომენტიდან. ხო და უყურე რა ჩასახვის მომენტის მიღმა ნებისმიერი დაშვება იქნება ის რომ თქვა ტკივილის შეგრძნების უნარი აქვს. იქნება ეს რომ მაგალითად დაიბადა ეს არის ყველაფერი არბიტრალური. მე უნდა შევწყვეტოთ არის
ჩემი კითხვა, ერთადერთი კითხვა მაქვს და ნუ პრინციპში ხო ამ კითხვაზე რა გამცეთ პასუხი. რეალურ მაგალითს კი ამბობთ, პრინციპში წეგან დავიწყე. აი გოგო, რომელიც იყო პოლონეთში, ქართველი გოგო, ну, რა თქმა უნდა, ანონიმურად გავაზიარებ ამ ასე ვთქვათ ინფორმაციას, იყო პოლონეთში და იყო ორსულად. და აღმოაჩნდა მას შაქრიანი დიაბეტი 4-ჯერ მოხვდა კლინიკაში და აი ამ 4-ჯერ კლინიკაში მოხვედრის ფონზე მას უნდოდა რომ ასე ვთქვათ აბორტი გაეკეთებინა. აქ ზვადაზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ არ ვიცი ზუსტად ახლა ჩვენი კანონმდებლობით დღეს შეგიძლია რომ 12 კვირამდე გაიკეთო აბორტი და ამას აქვს თავისი პროცედურები დადგენილი. აი ამ ნაწილში როგორ უყურებთ, ვთქვათ, მიგაჩნიათ რომ კითხვა რა შეგებარებს რომ დამეცოთ. აი, გეკითხებთ. მიგაჩნიათ რომ ამ შემთხვევაში ქალს ქონდა აბორტის გაკეთების უფლება თუ ამ შემთხვევაშიც როგორც ვთქვათ გაუპატიურების შემთხვევაში მიგაჩნიათ რომ აკრძალულია და უნდა დაისაჯოს. ეს შემთხვევა რით იყო განსაკუთრებული? ავადი იყო. ქალი იყო ავადი. და ნაყოფი მის ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს და სიცოცხლეს? ქალი ავადი იყო, აი ესე ხო და ანუ ეხლა შეიძლება იყოს გაცილებული და გრიპი ქონდეს ქალს და ამის გამო ხო ეხლა აბორტს არ გავამართლებთ და მაგიტო კონკრეტული შემთხვევა რა ჩვენებებით გამოირჩეოდა? 4-ჯერ მოხდა საავადმყოფოში იმის გამო რომ კრიტიკული იყო მისი ჯანმრთელობის გამარჯვება. ახლა პოლონეთში და ზოგადად ევროკავშირის ქვეყნებში ესე ეხლა მე ზეპირად ვერ ვიმკითხავებ და მანიპულაცია იქნება ნებისმიერ ჩემი პასუხი, თუ კი იქნებოდა კონკრეტული ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნა, რომელთაც დადასტურდებოდა, რომ ის კონკრეტული ნაყოფი დედის ჯანმრთელობასთან სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს, ესეთ შემთხვევაში აბორტი უნდა იყოს დაშვებული. და ამ ექსპერტიზის შემთხვევაში აი ვის სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა ხდება პრაქტიკაში. კი ბატონო, სხვა არსებობს აი რამე შემთხვევა, როდესაც მიგაჩნიათ, რომ აბორტი ასევე შეიძლება იყოს დაშვებული. მე ცოტა დავიწყე. სხვა შემთხვევა არ მეჩნია. ერთ-ერთი არის გაუპატიურების შემთხვევა, სადაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სადაც ის ლოგიკა და ამას ვაღიარებ, რომელსაც მე ვალვითარებ, რომ რადგან არის ჩასახვის პროცესი დედის არჩევანი და დედა უშვებდა, უნდა დაეშვა, რომ შეიძლება ნაყოფი ჩასახულიყო მის ორგანიზმში, გაუპატიურების შემთხვევაა ეს, რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში გადახვევას ახდენს ამ ლოგიკიდან, თუმცა ეს არის აბორტების დაახლოებით 2-3%. ეს სტატისტიკური ინფორმაცია საიდან? ეს არის ზოგადი სტატისტიკა. ChatGPT სტატისტიკა თუ კონკრეტული რომელი ორგანიზაციის სტატისტიკა? აი, ხა ამას უბრალოდ ვერ გეტყვით, მაგრამ მაშინ ანუ ეგრე არ ვასახელებ. კაი, ეს ამას თუ არ მიიღებთ არგუმენტად, კი ბატონო, არ მიიღოთ, უბრალოდ საღიაზრის დონეზეც მე მგონია, რომ ეს გასაგებია რასაც ვამბობ, რომ გაუპატიურების შემთხვევების შედეგად გაკეთებული აბორტების რაოდენობა არის მინიმალური და ძირითადი შემთხვევები მოდის სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, რომ თქვა არ უნდა მის მორალური ტვირთი აიღოს იმის გამო, რომ საზოგადოების რეაქცია შეიძლება არ მოწონდეს, რომ იმით თქვა დაქორწინებული არ არიან გოგო და ბიჭი, ან რაღაცა არ შეუძლია რომ ეკონომიკურად გაუკლდეს ამ პრობლემას. ძირითადი შემთხვევები ეს არის აბორტის. და იმის გამო, რომ ეხლა გაუპატიურებაზე ცოტა არის სხვა ლოგიკა, ეს მაინც არ ამართლებს ჩემი ერთ აბორტს იმის გამო, რომ თუ კი უდანაშაულო არის ჩანასახი და მას აქვს ადამიანთან გატოლებული უფლებები, მიუხედავად იმისა, რომ მისი პოტენციალი არსებობს უფრო მეტად და დაბადებული ადამიანი უკვე ჩამოყალიბებული არის უფრო მეტად წეულებრივად, ამის გამო მე მაინც ვფიქრობ, რომ გაუპატიურების შემთხვევაც არ უნდა იყოს ლეგალური ობიექტი, თუმცა ამ შემთხვევაში ისეთი გამონაკლისები, რაც არის თქვა 12 კვირამდე, ეხლა როგორც არის ეხლა დღევანდელი რეალობა, რომ რაღაცა ვადა მიუცეთ ქალს 12 კვირა რაღაცა ვადა არ არის. ხო, არბიტრალური არის ეს ვადები წარსულში ცოტა უფრო ზემოთ იყო და სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირი არის ეს ვადები და მაინც არბიტრალურია და ესე იმიტომ ვამბობ, ანუ რაღაც წყობრი ლოგიკა ისეთი არ არის. კი, თქვენი წყობრი ლოგიკა, განსაკუთრებით რომ მაგრამ თქვენ რაც დაასახელეთ ეხა კონკრეტული შემთხვევა, რომ ჭირდა 4-ჯერ მოხვდა საავადმყოფოში, მაგ შემთხვევაში თუ კი დედის სიცოცხლის საჯანმრთელობას ექნება საფრთხე, დავადასტურებ, რომ ამ შემთხვევაში ვემხრობი აკრძალოს. კი ბატონო, სხვა ყველა შემთხვევაში აბორტის ლეგალურობას. კარგი. მე ერთ ჰიპოთეტურ მაგალითს მოგიყვანთ რა, აქაც რა ასე ვთქვათ, კონფიდენციალურობა არ დავარღვიოთ. სისხლის სამართლის დანაშაულია, სისხლის სამართლის დანაშაული მოხდა და 17 წლის გოგო
რეალური მაგალითია, უბრალოდ ვეცდები, რომ კონფიდენციალურობისათვის მიზანი ძალიან. დასავლეთ საქართველოში მცხოვრები 17 წლის გოგო, რომელიც ბავშვია, 18 წლამდე ბუნებრივია, ადრე რო ეძახდნენ ხოლმე გახსოვთ, აი შეაცდინა. ესე მოხდა. ცხოვრობენ პატარა სოფელში, დედა იმყოფება ემიგრაციაში, მამა ყავს, ბაბუ აზრდის. და მოკლედ ეს ბიჭი მასე ასაკით უფროსია 22-23 წლის აკითხავს მას სისტემატურად მიყავს პაემნებზე ასეინებს გოგოს რომელსაც აი თუ ყვარებიათ რამდენჯერ მით უფრო ხო აი სიყვარული ხო იცი აი თავ დავიწყებით შეუყვარდა ამ 17 წლის გოგოს ეს ბიჭიც ეუბნება რომ მიყვარხარო და ოღონდ არ დაუშვათ ის რო ან ატყუებს არ რაღაც არ გამოვიყვანოთ მაინც ბიჭი ცუდად რა რატონო გამოვიყვანოთ ამ ბიჭსაც უყვარს მოსახდენი მოხდა ბადრი როგორ ხდება ხო მოსახდენი რომ მოხდა ეს 17 წლის ამ 17 წლის გოგოს დედა რო თურქეთში მუშაობს და ბაბუ აზრდის და ვიღაცები ხა იტყვა რომ ეხა ინტერნეტში ისეთი ინფორმაციებია ეს ინფორმაციები არ არის ბავშვზე მორგებული და ნუ ამაში ნამდვილად ასე ვთქვათ შემიძლია რომ ვერავინ ვერ შემომედაოს იმიტომ რომ ჩემი სპეციალიზაცია არ ქონდა ინფორმაცია არც ჩასახვის საწინააღმდეგობაც არც ერთი სხვა ის არ ქონდა ინფორმაცია და მოკლედ ვერ გამოიყენ თან ინფორმაციის გარდა იცით რა ფასები აქვს ამას ანუ მართლა ძალიან ეგ კი არა პაკეტი და ტამპონი ისეთი ძვირია ხალის შემთხვევაში რომ ხა რას მეუბნებით ხა რომ იმას მიდიოდა აბებს ყიდულობდა და აბები დაუნიშნა ვიღაცა აი ესეთი ამბავი მოხდა 17 წლის გოგოს ორსულობის ამბავი გასკდა გაიგო ბაბუამ გაიგო ყველამ ცემე ხოდა აი ამ 17 წლის გოგოს ამბავი ესე ვითარდება რომ გასკდა მისი ორსულობის ამბავი რა ვქნათ როგორ მოვიქცეთ ხო ძალიან ტრაგიკული ამბავი არის და ზოგადად ეს თემა იმიტომაც არის ერთ-ერთი რთული მძიმე და ბევრი გაურბის და ერიდება ამაზე საუბარს განსაკუთრებით ორივე მხრიდან პრინციპში და კარგია რომ თქვენც მოხვედით ყველა და პირველ რიგში მადლობა ამისთვის მართლა გულწრფელად რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას მესმის რომ ემოციებით დატვირთული უამრავი ესეთ შემთხვევა არსებობს და ალბათ კიდევ უფრო მეტად ტრაგიკული ისტორიებიც იქნება სადაც ჩაისახა ბავშვი და ამის შემდეგ გაუპრობლემდათ ამ ბავშვის სამომავლო მე დავასრულებ მე ისტორიას თქვენ პოზიციას რომ ეტყვით ის ამბავი როგორ დასრულდა მე დასაწყისში ამიტომ ვისაუბრე რომ ზოგადად ეხა ხვალვე მე რო ჩამაბარო თქვა პარლამენტში კანონპროექტი აკრძალვას არ დაუჭერ მხარს მანამ სადამ ქვეყანაში არის ესეთი სოციალურ-ეკონომიკური ფონი და სწორედ თქვენი მოყვანილი შემთხვევა არის ამის მკაფიო მაგალითი რომ აბორტების ძირითადი ნაწილი როდესაც შეიძლება გაცნობიერებული კონდეს დედას ჩასახვის პროცესი და თქვათ კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომის გამო არასაკმარისი განათლების გამო როგორ მოვიქცეთ ბადრი მიპასუხე აი პირდაპირ მიპასუხე ეს არის კლასიკური შემთხვევა როდესაც მე პოტენციალში ესეთი ტიპის აბორტების აკრძალვის მომხრე ვარ თუმცა ამ შემთხვევაში გადაჭრის გზა როგორც ესეთი ეხა ხვალ მზა რეცეპტი რომ ეს აკრძალვა ამას მოაგვარებს არ მგონია სწორი მაგრამ არა კონკრეტული ჩემ ლოგიკაში ეს ისტორიას გეკითხებთ აი როგორ როგორ გასაგებია ანუ შეგიძლიათ რომ კიდევ უფრო მეტად დაამძიმოთ ისტორიები ეხა მაგრამ იმ ლოგიკას რომელსაც მე ვავითარებ ამ ლოგიკაში ჯდება რომ ესეთ შემთხვევა უნდა ექვემდებარებოდეს აკრძალვას თუმცა აქედან გამოსავალი აპრიორი აკრძალვა არ მგონია ის რომ ესეთი შემთხვევები მაქსიმალურად შევამციროთ ამისთვის საჭიროა რომ მას დედა არ ყავდეს თურქეთში და აქ არსებობდეს ესეთი ტიპის სამუშაო ადგილები რომ არ უწევდეთ ადამიანებს გაქცევა არ არსებობდეს საზოგადოებაში ის წნეხი რომ მარტივია ხო ანუ კითხვა მარტივია და მიპასუხეთ რომ გინდათ რომ აკრძალოთ კი ბატონო და ბავშვმა თუ აბორტი გაიკეთა გინდათ რომ ბავშვმა აბორტი გაიკეთა ესაა ჩემი საკითხი ძალიან ემოციურად დატვირთვის მცდელობა, რითაც ესე რომ ვთქვათ, ამ პოზიციას არ ვიცვლი. იმით რომ უბრალოდ ეხლა თქვენ манипуლირებთ ადამიანების ემოციებით, გამოიყვანოთ რომ თითქოს მე კაცი ჭამია ვარ ეხლა და იცით რა კითხვა მაქვს? ემპათიის უნარი არ გამაჩნია იმ ოჯახის მიმართ. უბრალოდ მე თუ მართლა ემპათიის უნარი მინდა რომ ჩემი საზოგადოებას დავამტკიცო რომ ჩემი მიზანი ის კი არა რომ უბრალოდ მაგალითად აბორტების რაოდენობა დედები დააზიანოს ის რომ შემცირდეს ამ ქვეყანაში ობიექტურად მე უნდა ვეცადო რომ რაღაც პოლიტიკურად შეიცვალოს ამ ქვეყანაში
მეც მათქმა. კი პასუხეთ, ეხა გისმენთ. ხო, ეხლა რაც შეეხება წეღანაც, ანუ რაღაცა ის მაქვს, განცდა მაქვს ესეთი რა. პირველად, როდესაც ვიჯექი, მითხარით რომ დემაგოგობთო. ეხლა, როდესაც ვზივარ, მეუბნებით რომ манипуლირებთო. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებით. მე თქვენთვის არც ერთხელ მსგავსი რაღაცა არ მიკადრებია. არც უპატივცემლად გვისაუბრე. ამაზე პასუხი არ გამცეთ. ახლა რაც შეეხება შემდეგს манипуლაციას. თქვენ ეძახით манипуლაციას და ემოციურობას იმ ნაწილს, ანუ კონკრეტულად ასე პოლიტიკაში ვერ მოხვალთ. ან მოხვალთ და დაემსგავსებით ყველა სხვა დანარჩენს და რატო? ეს არის რეალური შემთხვევები, შევარ ყოფილა ეს უბრალოდ გიწინას წარმოტყოლეთ. ეს არის რეალური შემთხვევები რეალური ბავშვების. და როდესაც ამაზე ადამიანი ამას ამბობს, რომ ვიღაცა ამ რეალური ბავშვებით თან ეუბნებით ბავშვთა უფლებადამცველს რომ манипуლირებს, ეს უბრალოდ პირდაპირ და ცალსახად უსვამს ხაზს, რომ თქვენთვის ეს საკითხი არის უბრალოდ საუბრის პოპულარულობის მოპოვების საზოგადოებაში საგანი და არა ის, რომ რეალურად გაინტერესებდეთ დასავლეთ საქართველოში. მინდა გითხრათ, რომ ამბავი მოხდა ასე დასრულდა, რომ გოგომ თავი მოიკლა. მე ამით აქ დავასრულე. მადლობა. მადლობა. მე კამათს აღარ ვაპირებ, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან ბევრი ვიკამათეთ, უბრალოდ ჩვენ კამათიდან გამომდინარე, მე მგონია რომ აბორტის აკრძალვა არ გინდა. ამ დასკვნამდე მივედი საფუძვლებში მართლა. იმიტომ რომ თქვენი რაც მოვისმენე საუბარი ლოგიკურად ესე გამოვიტანე დასკვნა, რომ ძალიან კარგ უტოპიურ საზოგადოებაშიაც ყველაფერი კარგად არის, ყველას აქვს ფული, ყველა არის კარგად, ყველა არის ბედნიერი, ყველა მიცეს თავის დაცვა, ყველას აქვს განათლება და შემთხვევითი ორსულობები არ ხდება. აი ისეთ საზოგადოებაში იმ ცუდ ადამიანებს ეგეთ საზოგადოების აშენებაზე მაქვს ამბიცია. ხო, ეს ხო ძალიან უტოპიურია. ამაზე ვილაპარაკე. ეგეთ საზოგადოება ჯერ ერთ რო არ არსებობს. ვერც იარსებებს თან, იმიტომ რომ ეხლა ყველა სადღაც თაში ხდება შეერთებული შტატების ტიპის ქვეყანაზე რო თქვა მე-15 საუკუნეში ეგეთ ვერ იარსებებსო, ვიღაც დაეთანხმებოდა. არა, ნახეთ მე რისკ რაღაც განვითარებამდე ვიდის კაცობრიობა. ხო, მე რისკ თქმა მინდა, ნახეთ თქვენ ანუ აბორტის აკრძალვა გინდათ ისეთ უტოპიურ საზოგადოებაში, სადაც ყველაფერი კარგად არის. ჩემი თვითმიზანი არ არის აბორტის აკრძალვა, მოდი ესე ვიტყვი. პირიქით მე თქვენთვის სასარგებლო რაღაცას ვამბობ, რასაც გისმინეთ, ძირითადად არის რომ არა თქვენ ხვდებით რომ დღევანდელ საქართველოში აბორტს ვერ აკრძალვა, იმიტომ რომ იქნება ბოროტი. მაგრამ აი ყველაფერი კარგად რო იქნება, მე რა შეიძლება აკრძალვა აბორტი. ამაზე ქალბატონმა ირინამ გიპასუხათ, რომ აი ესე ყველაფერი კარგად რო იყოს, აბორტების შესაძლებლობა საერთოდ აღარ იყოს და ასაკრძალიც აღარ გექნებათ. მაგრამ შეიძლება იყოს და ანუ ვერ ვიქნები მარტო ადამიანების კეთილ განწყობის და ესე რომ ვთქვათ, მათი კეთილგონიერების იმედით. აი ქალბატონმა ირინამ ძალიან კარგი სტატისტიკები მოგიყვანეთ, რომ ისეთ ქვეყნებში, სადაც აი მიახლოებულად ეგეთი სიტუაციაა, როგორც თქვენ გინდათ რომ იყოს საქართველოში, იქ ისედაც არ არის მაღალი აბორტების რიცხვი, იმიტომ რომ თავს იცავენ, განათლება აქვს ყველას, ანუ არ არის, არ დგება საჭიროება, იმიტომ რომ ესეა, ეს ფაქტია, აქ ჩვენი ნებასურველით არ მიდივართ, ესეა. და თქვენ როგორი საზოგადოებაც გინდათ, ისეთი თუ დადგა საქართველოსგან, მგონი ეს საკამათო საერთოდ აღარ იქნება, იმიტომ რომ არ დაგჭირდებათ იმ აბორტის საკითხი. არ დაგჭირდებათ უბრალოდ. ჩვენ თუ მაინც ანუ მნიშვნელოვანი ანუ მაგის მიუხედავად რატო ვთვლი მე მნიშვნელოვნად ამ საკითხის გარჩევას, რომ პირობითად ეხა ხვალვე აკრძალვას არ უჭერ ხარს, მაშინ კითხვა ისმის რომ საერთოდ რატო დგას ეს საკითხი დღის წესრიგში რატო დგას საერთოდ ეს თემა მასში ხო და ჩვენ ანუ მაგას პასუხობ მოდაში და კონსერვატიული ღირებულებები რომ კარგად დამკვიდრდეს საზოგადოებაში პირველი რაც საჭიროა ვაკონტროლოთ ქალი. მაგიტო შემოგვიყვება. არ ვიცი ეს კონსერვატიული ღირებულებების ეგრეთ წოდებული მოგონილი ნიშა მე ზოგადად ჰაიეკის მიმდევარი ვარ, რომელიცაც წიგნი უწერია რატომ არ უნდა ვიყოთ კონსერვატორი და ანუ კონსერვატორიც არ ხართ. ანუ კონსერვატიზმი ერთ-ერთი ყველაზე აფერისტული მიდგომა მგონია ზოგადად პოლიტიკური იდეოლოგიების კუთხით და არ ვარ კონსერვატორი. იძულებული იყავით რა კონსერვატორი და ეგ მე ვარ იდეოლოგიურად თუ გაინტერესებს ლიბერტარიანელი. და ლიბერტარიანული ლოგიკა და ლიბერტარიანული სკოლა ზოგადად იყოფა ორ ნაწილად: პროლაიფერები და პროჩოისერები. თუ არ პროლაიფერული დავამთავრებ ამ ფრაზას, იმიტომ რომ ეგ ძალიან მიყვარს ახლა ეგ ფაქტი რომ მითხარით, იმიტომ რომ ლიბერტარიანები ზოგადად ძალიან მიყვარს, რატომ რომ ყველაფერი პრივატიზირებულია მათთვის, ყველაფერი. არა. გარდასაშვილოს. ხო, არა. ეგ სხვადასხვა თემა არის. ცოტა მეგობრებო გამათეთ შეიძლება. აპასუხებინე წინა გამოსვლაზე გეხვეწები და გააგრძელე უცებ რა. ანუ ზოგადად ეგ არის არასწორი არგუმენტი, მართალია ლიბერტარიანელების ლოგიკა არის ის, რომ ჩემი სხეული ჩემი საკუთრება და ამას ეს ფილოსოფია აქედან გამომდინარეობს, მაგრამ
აქ არის ფუნდამენტური განსხვავება. ნაყოფის შემთხვევაში, როდესაც ახალი ორგანიზმი არის შენ სხეულში შემოსული, ეს ბატონობა ამ შემთხვევაში წყდება იმის გამო, რომ შენ აკეთებ არჩევანს მისი ჩასახვის შესახებ და ეს ლოგიკა აქ აღარ ვრცელდება. მინდოდა განსხვავება მე თქვა ამ რაღაცას შორის. ბოდიში. ძალიან ბევრჯერ იყო ჩემში ისეთი ფიქრი, რომ ცდილობდი, ანუ სანამ აქ შემოვიდოდი, ანუ არაფერი არ ვიცოდი რა და ვუსმენდი მხოლოდ მოსაზრებებს. აი მაგ პოზიციიდან რომ მოვუსმინე სამ ადამიანს, ერთ-ერთი იყო რომ აი თუ მომატყუა კაცმა, თუ რატო არ ფიქრობენ სელექციურ აბორტზე და კიდე თქვენი მოყვანილი მაგალითები აი რაც არ უნდა მე ჩემში ვიძახი რა რაც არ უნდა აქამდე აზრი მქონოდა ის რომ აბორტის წინააღმდეგი ვარ აი მოვეშვებოდი და აღარ მომინდებოდა მე დამამარცხებდა ეს რაღაცები მართლა და ჩამითო კიდე ის ფიქრი რომ პროსტა ხვის ფიქრს ფიქრობ ის არ გამარცხებს როცა ფიქრობ რომ მაგალითად წელიწადში 1000ობით აბორტის შედეგად ბევრი პოტენციური სიცოცხლე არ ჩდება ამ ქვეყანაში? ეგრე ბევრ რაღაცას შევადარებ, მაგრამ აი იმის გამო რომ ის ნაყოფი ჯერ ცხადში არ გყავს ანახი და მის მიმართ არ გაქვს ის ემოციური კავშირი, რაც შეიძლება დაბადებული ადამიანის მიმართ ქონდეს, ის შეთვის არ აღიქვება ტრაგედიად? შეიძლება მქონდეს ხო, ამიტომ ეგრე მორალურად მოდგომა აქეთ რომ შენ რაღაცა უნდა დამძიმდი ამ შემთხვევებით და თითქოს ის არაფერი არ არის არასწორია. შევცდი ბოდიში ამისთვის. მაგითო დავიწყე რომ ჩემზე რა, მე დამაგდებდა ეს რაღაცები და ერთ სურვილი გამიშთა მეთქი რომ შენს მიმართ რომ აი სხვისი ფიქრით არ ვიფიქრო თქო რა. და აი შენც რო განულებული იყო და პოზიციიდან რო არ უსმენდე და პოზიციიდან რო არ ლაპარაკობდი, აი არაფერი არ იცი და ესენი რო გაიგო. მაგ შემთხვევაში შენი ადამიანური ემოციები რომ ხარეს დავიდოდა ბევრად უარესი ისტორიები მაქვს მოსმენელი და პირველად არ ვსაუბრობ ამ თემაზე და აქ ემოციის მიღმა რაღაც რაციოც არსებობს რომელსაც ასევე ემოცია მოყვება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ესე აწონდაწონვა რომ აქეთ დგას ბევრი სიცოცხლე და ჯანმრთელობა რომელიც შეიძლება აბორტის აკრძალვას შეეწიროს ან ეწირება ეს სასწორი ერთხარეს არ წონის ავტომატურად, იმიტომ რომ აქეთაც უნდა შევხედოთ, რამდენი სიცოცხლე შეიძლება არ გადარჩა და ან არ განვითარდა იმის გამო, რომ საზოგადოებას ამაზე არასდროს სერიოზულად არ უფიქრია და შეიძლება სულიად მორალურად თვლი და უამრავი ადამიანი იმას, რომ აბორტი იყო ჩვეულებრივი მოსული რაღაცა და ეს ჩვეულებრივი რაღაც არ იყოს რა. ჩემი სათქმელი ეს იქნება ადამიანებისთვის, რომ ეს მაწუხებს, რომ ესე ჩვეულებრივად ამას არ შევხედოთ. მეც მაგას ვიძახი. და ეს არ არის მარტივი ამბავი. აი მაგ პოზიციიდან რო გეფიქრა, აი მაინტერესებს გულწრფელად საით წახვიდოდი მე რა. ძალიან დიდი მადლობა. ცოტა იუმორისტული შეჯამება მექნება, მაგრამ მე ესე ვიტყოდი, რომ ზოგადად ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისას მნიშვნელოვანი არის რატომ მსჯელობთ ამ საკითხზე და შესაბამისად ნებისმიერი აკრძალვის დროს მთავარი აზრი არის რატომ კრძალავთ ამ რაღაცას. ამიტომ მე მთელი დებატების განმავლობაში უბრალოდ ვცდილობდი ის დამენახებინა ხალხისთვის, რომ პირველ რიგში ამ თემაზე კამაც აზრი არ აქვს იურიდიულად და ტექნიკურადაც, იმიტომ რომ თუ ავკრძალავთ აბორტს როგორ ვიძახდით, ძალიან ბევრი რაღაც უნდა მივაყოლოთ ისეთი, რასაც უბრალოდ ვერ გავაკეთებთ და მეორე რაც მინდოდა მეთქვა, ეს იყო რომ რატომ კრძალავთ, ეს არის მნიშვნელოვანი. თუ კრძალავთ, იმიტომ რომ დავიცვათ არ დაბადებული ბავშვებისა და ქალების უფლებები, ამით ეს შედეგი არ მიიღწევა. შესაბამისად, აკრძალოს აზრი არ აქვს. ამიტომ უნდა ვიკამათოთ და ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ ისეთ საკითხებზე, რა დაიცავს იმ არ დაბადებული ბავშვების უფლებებს და ქალების უფლებებს. ამიტომ საბოლოო ჯამში საინტერესო გამოვიდა და მე მგონია, რომ მაყურებელიც მიხვდება, რომ ეს არის ფაქიზი თემა. რომელზე მსჯელობასა თუ საუბარს ჭირდება ძალიან ბევრი კომპეტენცია, როგორც ახსენეს სამედიცინო, იურიდიული, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს არ არის თემა, რომელზეც შეგვიძლია ესე უბრალოდ ვთქვათ, რომ აიკრძალოს. მე პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ რატო ვამახვილებ ყურადღებას, რომ აუცილებელია კომპეტენცია, იმიტომ რომ არის რიგი საკითხები და აბორტის აკრძალვა სწორედ ის საკითხია, როდესაც სწორედ კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. პირველ რიგში სამედიცინო განათლების მქონე ადამიანებმა და აუცილებლად ქალთა უფლებადამცველებმა, რომლებიც შეიძლება კაცებიც იყვნენ, მაგრამ ქალთა უფლებადამცველები უნდა იყვნენ. რატო? იმიტომ რომ გვინდა, არ გვინდა, ბავშვის ჩასახვა ხდება ქალის ორგანიზმში, ქალს აქვს საშვილოსნო.
ადამიანი უნდა იცნობდეს ქალის ფსიქიკას, ფიზიოლოგიას, ორგანიზმს და პირველ რიგში ასეთ ადამიანმა შეიძლება რომ მოიპოვოს ნდობა ქალის და როცა ის იტყვის რაღაც განაცხადს, ესეთი ადამიანები იტყვიან, ქალს ექნება ნდობა რომ მასზე ზრუნავენ, ანუ მიზნობრიობა იქნება აქედან გამომდინარე განსაზღვრული და მე კიდევ მეორე პუნქტი, ძალიან დიდი ფარისეულობა თვალთმაქცობა რა მგონია რომ ქვეყანაში საქართველოს გულისხმობ, სადაც ყოველი მეშვიდე ქალი ძალადობის მსხვერპლია და გამხდარა ძალადობის მსხვერპლი, ესეთი სტატისტიკა გვაქვს, სადაც 34% გამოკითხული ქალების ამბობენ რომ ქვის ნებართვის გარეშე ექიმთანაც ვერ მიდიან. აი ასეთი პატრიარქატი, ასეთი მახინჯი ტრადიციების მქონე ქვეყანაში ეს პრობლემები რომ არის მოსაგვარებელი, ჩვენ ზემოდან კიდევ ვამატებთ თურმე ასეთ რაღაც პოპულისტურ გამოხტომას, რაც არის რომ ავგრძელოთ აბორტები, რაც დაზუსტებით ვიცით, რომ დედათა სიკვდილიანობას ზრდის, რაც დაზუსტებით ვიცით, რომ არა უსაფრთხო აბორტების რაოდენობა ზრდის. აი ამაში ვხედავ მე ფარისეულობას და თვალთმაქცობას. უნდა იზრუნოს პირველ რიგში ქალების უფლებებზე ადამიანებმა და მაშინ შესაძლოა ვიმსჯელოთ იგივე პრევენციაზე, იგივე კონტრაცეფციაზე, რომ აბორტები არ არის კარგი, ეს ყველამ ვიცით მორალურად, თუმცა გადაჭრის გზებზე არ შეიძლება რაღაც ხისტი და აბსოლუტურად ცოდნას მოკლებული წინადადებების და გადაწყვეტილებების შემოტანა, როგორც არის აბორტის აკრძალვა და ამიტომაც ვარ მე ცალსახად წინააღმდეგი აბორტის აკრძალვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ ესეთი თემები საზოგადოებაში იწევა მაღლა და მაყურებელს ჩემი თხოვნა იქნება თუ ეს პრობლემა დგას რომ იყოს თუ არა აკრძალული, უბრალოდ ნეიტრალური პოზიციიდან დაფიქრდეს, ანუ სულ თავიდან დაფიქრდეს ეს უნდა აიგზავნოს თუ არა და გაიაზროს სხვისი ადამიანის მენტალური, ფიზიკური მდგომარეობებიც და ეს მგონი ძალიან დაიხმარება. სხვაზე ფიქრი ძალიან დაიხმარება ამ საკითხსაც მგონია. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ დავფიქრდეთ, არსებობს თუ არა მედიკამენტი ესკაპელი, რომლის გამოყენებაც არ შეიძლება ხშირად და მაქსიმუმ წელიწადში 2 ჯერ ისიც მრავალთვიანი დაშორებით. რომ არ მივიდეთ აბორტამდე, სხვა თავდაცვის საშუალებებზე აღარ ველაპარაკებ, თქვენს გეცოდინებათ. მაგრამ ჩვენი დედების, ბებიების და იმათი დედების და ბებიების თაობაში იმდენ ქალს აქვს გაკეთებული აბორტი, ჩვენ დღეს რო ვარსებობთ და ევოლუციამ და ცხოვრების ავანჩავანმა რომ ჩვენ კონკრეტული ინდივიდები მოგვავლინა ამდენი ისტორიული ომის და ყველაფრის ფარგლებში მართლა დიდი გამართლებაა, თუმცა თანამედროვეობაში დღეს ახლა უკვე საკითხი ისე დგას, რომ როგორც ჯემი როქვაის ბენდის სოლისტი იტყოდა, now every mother can choose the color of her child. It's a nature's way. ხო და virtual insanity ეგ სიმღერაა, თუ არ ვცდები. მართლა ეგრეა რა, ხელოვნური საშუალოსნოდან დაწყებული ყველაფერი ძალიან ახლოსაა. მე დღეს თავისუფლად შემილია, რომ ჩემივე კვერცხუჯრედებიდან და ჩემივე მეუღლის სპერმატოზოიდებიდან ზუსტად ისეთი ემბრიონი და თავდაპირველად ზიგოტა და უჯრედების გროვა შექმნა, როგორც მე მინდა, როგორი გენეტიკური მახასიათებლითაც მინდა. ამიტომ მგონია, რომ გამოწვევა თანამედროვე საზოგადოების უფრო მეტად ის არის ტირაჟირებული, რომ როგორი გამოწვევა გვაქვს დაუშვათ შვილის ყოლის, ვისაც აქვს ბუნებრივი გზით შვილის ყოლის პრობლემა, ან თუნდაც არ აქვს, მაგრამ მაინც ურჩევნია, რომ ეს ლაბორატორიაში განაყოფიერებული ჩანასახი იყოს სამომავლოდ მისი შვილი. თუმცა აქეთ მხარეს არიან ყველაზე მოწყვლადი წევრები ალბათ საზოგადოების. მაინც მგონია, რომ დღესდღეობით აბორტს მიმართავს ზუსტად ეგეთი საზოგადოება, ვინც არის ძალიან მოწყვლადი, ძალიან ჭირდება და მაგ მორალურ განსჯაში არც მივცემ საკუთარ თავისუფლებას, რომ შევიდე. უბრალოდ თავისუფლება იმდენად მრავალფეროვანია და იმდენად ინდივიდის მიერ სამსჯელოა, რა არის მორალური და რა არა, გამოიყენებს მაგალითად სხვა ადამიანის საშუალოსნოს ჭურჭლად და იყოლებს დაუშვათ სუროგაც თუ არა და ასევე საკუთარი გენეტიკური მასალის
სხვისთვის გადაცემა იქნებოდა თუ არა მორალური. ეგ იგივეა, რომ შაშანის საკუთარი ბიოლოგიური შვილი გააშვილო, გაასხვისო და სხვანაირ ეკონომიკურ თუ ფინანსურ გარიგებაში შეხვიდე და ვისურვებდი, რომ ყველა ვისაც შვილის ყოლა უნდა ან არ უნდა, მაგრამ არის რეპროდუქციულ ასაკში, ანუ ახლა შეუძლია რომ თეორიაში შვილი ყავდეს, კარგად გაერკვეს ბავშვები, როგორ კეთდება აი ამ თამადურ გლეხურ წინადადებას ვიხმარ, იმიტომ რომ იცი პროცესი რა როგორ არის და რო იცი ელემენტარული რომ ორსულობა 9 თვე კი არა 40 კვირაა, მე რო უკვე სხვანაირად იწყებ ლაპარაკს და დარწმუნებული ვარ რომ ეგეთ დეტალებს საკუთარ თავზე არ გავლილი, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ერკვევა, იმიტომ რომ მეც ვერ ვერკვეოდი და ვერ ვერკვევი ეხლაც, იმიტომ რომ ჯერჯერობით არაზრს ყოფილ ვარ ფეხმძიმედ და ორსულად და ყველაფერს მოკლედ თავისი ინდივიდუალური წინაპირობა აქვს და არავინ არავის საქმეში არ ჩაერიოს, მე ვისურვებდი მაგას. დიდი მადლობა. რა კი დღეს ასეთ მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ, მინდა რომ ვისარგებლო შემთხვევით და აუცილებლად ხაზი გაუსვა როგორც ბავშვთა უფლებადამცველმა იმ საკითხს, რომელიც ამ ნაწილში ყველაზე მეტად მადარდებს და რომელიც მგონია, რომ ყველაზე, ესე ვთქვათ, პირველ ადგილზე შეიძლება რომ აი აქედან დავიწყოთ მსჯელობა და აქედან დავიწყოთ ჩვენი არგუმენტაცია. ეს გახლავთ ცნობიერება, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში სქესობრივი განათლების შესახებ ცნობიერება, მათ შორის აი ჩვენ ბევრჯერ საუბრობთ მთელი ამ დებატების განმავლობაში გაუპატიურობის საკითხზე, მათ შორის ამ შემთხვევაში გულისხმობ ბავშვებისთვის იმის სწავლებას თუ რა არის უსაფრთხო შეხება, როგორ უნდა თქვან არასასურველ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცნენ, ეს განვითარებულ ქვეყნებში ისწავლება სკოლებში და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ყველა იმ საწინააღმდეგო არგუმენტთან, რომელიც ამბობენ, რომ ვაიმე ბავშვებს სექსს ასწავლიან, ეს არის წმინდად განათლება, სქესობრივი განათლება, რომელიც ერთის მხრივ იცავს ბავშვებს იმისგან, რომ არ აღმოჩნდნენ არასასურველ ორსულობაში და არ გაიარონ მთელი სტრესი, რომელიც შემდეგ მათ შეიძლება რომ ცხოვრებაში გამოსცადონ და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, იცავს მათ ძალადობისგანაც და სწორედ ამიტომაც აი რაღაცნაირად მინდა რომ ამაზე გავაკეთოთ ჩვენი აქცენტი, რომ ამ მიმართულებით წავიდეს. საზოგადოების დაკვეთაც, რომ ჩვენმა შვილებმა პატარა ასაკიდან ისწავლონ სიტყვა მაგალითად სდეკ, არ მომეკარო, არ ჩაგიჯდები კალთაში, არ მინდა შენი ჩახუტება, ნუ მეხები და აი აქეთკენ, ასე ვთქვათ, წავიდეს საზოგადოების დაკვეთაც და მომავალი პოლიტიკოსების ფოკუსიც აქეთ წარიმართოს. მადლობა. ხო, ძალიან მძიმე და რთული თემა იყო და პრინციპში ჩემთვისაც არ იყო მარტივი ზოგადად იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ მოსულიყავი და აქ დამეცვა ის პოზიცია, რომელიც საკმაოდ არაპოპულარულად ითვლება და ზოგადად ტაბუირებული არის ამ თემაზე საუბარი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა მე მაგალითად მაქვს რაღაცა პოლიტიკურ კარიერაზე ამბიცია, მგონია რომ უპატივცემულობა იქნება მათ შორის იმ ადამიანების მიმართ, ვინც შეიძლება ჩემი მხარდამჭერი იყოს, ოდესღაც რომ სიურპრიზად გაიგონო, თქვათ მე ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ესეთი პოზიცია გამაჩნდა. და რაც შეეხება ახლა ზოგადად პოზიციას, ნუ ორივე მხარეს აქვს წყობრი ლოგიკა ჩემი აზრით, მაგრამ ამ შემთხვევაში ის რომ ჩანასახსაც აქვს სიცოცხლის უფლება და ის არის უკვე ჩანასახის მომენტიდან, ანუ როგორც კი მას აქვს უკვე ზიგოტის ფორმა და აქვს 46 ქრომოსომა, არის უნიკალური არსება და მასაც ისევე უნდა გაუფრთხილდეთ, როგორც დაბადებულ ან დასრულ ადამიანს, ჩემი აზრით ეს ლოგიკა არის საკმაოდ წყობრი. უბრალოდ დღეს არის ის მოცემულობა, რომ არსებობს ცნობიერების დაბალი დონე, არსებობს ძალიან ცუდი სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები, არსებობს წნეხი საზოგადოებიდან, არსებობს სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს კარგი პირობები შექმნილი მოქალაქეებისთვის, ამ პირობებში მგონია, რომ ხვალ აბორტის აკრძალვა არ იქნება, ესე რომ ვთქვათ, გამართლებული და სიკეთისმომტანი საზოგადოებისთვის. მე მგონია, რომ ეს უნდა იყოს საბოლოო გაჩერება, თუმცა ამ გაჩერებამდე მისვლამდე მნიშვნელოვანი არის ჩვენ გვესმოდეს ზოგადად რა მორალურ დილემასთან გვაქვს საუბარი, არის თუ არა საერთოდ ეს დილემა და ამის შემდეგ საზოგადოებამ ერთად გადავწყვიტოთ, როგორ შეიძლება ჯერ შევამციროთ აბორტები ამ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების აღმოფხვით და საბოლოო ჯამში რაც მიგვაჩნია
მორალურად, ზოგადად რა მორალზეც უნდა იდგეს კანონმდებლობა, რომ არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება იზღუდებოდეს, ძალით ეს ყველაფერი იყოს კანონის დონეზე ასახული. მადლობა ყურადღებისთვის. მეგობრებო, თქვენ უყურებდით გადაცემას წრეში და პროექტის ფარგლებში ჩვენ ვცდილობთ განვიხილოთ საზოგადოებაში არსებული პოლარიზებული საკითხები. ამ ფორმატის ფარგლებში ჩვენ ძალიან ბევრ თემას შევეხებით და გვინდა რომ თქვენ უშუალოდ მიიღოთ ხოლმე მონაწილეობა. ყოველი გადაცემის ჩაწერის შემდეგ გამოვაცხადებთ casting-ს, ასევე გამოვაცხადებთ თემას, რა თემაზეც იქნება შემდეგი გადაცემა და იმ შემთხვევაში თუ გექნებათ სურვილი რომ მონაწილეობა მიიღოთ, აი აქ გამოჩნდება ლინკი, სადაც დარეგისტრირდებით, შემდეგ უკვე ჩვენ ჩავატარებთ თქვენთან გასაუბრებას და იმედი მაქვს მიიღებთ მონაწილეობას. შემდეგი თემა იქნება ნარკოპოლიტიკა. თუ დაინტერესებული ხართ, მოგწერეთ.